ეთერშია კაცმანის ბიზნეს პოდკასტი. სალამ მეგობრებო, მივესალმებით ჩემს მენელს და მაყურებელს. წარგიდგენ დღევანდელ ჩემს სტუმარს, ჩემ მეგობარს, თანამებრძოლს, თუ ცეხს დავარქმევთ ესე ერთად ვიყავით ერთ ინდუსტრიაში. მე გადავიდა დაზღვევაში და ზოგადად გარდა იმისა, რომ ბევრი რაღაცა შექმნა, ბევრი რაღაცა გამოცდილებას დაიგროვა და რწმუნებული ვარ, მისი გაზიარება იქნება საინტერესო თქვენთვის. პატა ღაზაზე არის დღეს ჩემთან სტუმრად. სალამ პატა, მადლობა მოწვევისთვის, მადლობა. მადლობა რომ დათანხმდი ინტერვიუს. ვიცი რომ შენი მაინდა-მაინც ისეთი საყვარელი საქმიანობა არ არის, მაგრამ ყოველთვის ვიწვევ ადამიანებს, რომელსაც საქართველოში, თანამედროვე საქართველოში აქვს გამოცდილება. მისია ამ პოდკასტის საბოლოო ჯამში არის ამ გამოცდილების გაზიარებით, სტიმულირება მოახდინოთ ადამიანების, ვისაც აქვს სურვილი, რომ ბიზნესი გააკეთოს, რაღაცნაირად ამ გაზიარებებმა ეგება ინსპირაცია მოუტანოს, ეგება რაღაცა ცოდნა მოუტანოს, რაღაცა გამოცდილება მოუტანოს და გაბედოს გააკეთოს თავის ბიზნესი. მე არ მიჯერა რომ საქართველოს ოდესმე იქნება დამოუკიდებელი, თუ მეწარმეობა არ განვითარდება. ეგ არის ჩემი დაჯერება. მოდი პირველ რიგში ცირას კითხავ, როგორი არის შენთვის დღეს პოდკასტის კამშიჯდომა, არა ვირტუალურად ცხოვრების კამშიჯდომა, სადაც შენ უკვე 35 წლის ხო დაახლოების სტაჟის მერე, დიდი ავიაციის სტაჟს გული. TBC-ში, ბანკში 32 წელი. მერე დაზღვევაში? GPI-ში როცა CEO ვიყავი, პარალელურად იყო ეს 7 წელი. 7 წელი იყო TBC-სთან ერთად პარალელურად. TBC-ში ვიცე-პრეზიდენტი იყო და იქ CEO. და მერე TBC დაზღვევა? მერე პატარა გეფი იყო, იქაც CEO, ოღონდ საწყის ეტაპზე 6 წელი. 6. 38 წელი გამოდის. ესენი თუ ჯამდება კი? კი, ანუ ესე დავაჯამე მე. ხო, არა პარალელდება. ხო, რაღაცა პარალელდება. მაგრამ მაინც დიდი ავიაციის დიდი დრო არის ეგ. ხო, ეგ ფინანსურ ინსტიტუტებში კი ბატონო. კი, მითხარ როგორი არის შენთვის ეხლა, აი როდესაც აქედან გაიწია, რა გამოცდილება შენთვის, რამდენად შეძელი საერთოდ აი ამ ხელა, მოდი ესე ვთქვათ, ხა 30+ წელი ცოტა დრო არა. რა შევძელი? აი გაწევა ესე აქედან როგორ შეძელი რომ ჯერეთი იქიდან დავიწყო რომ მე როცა დავიწყე პატარა ვიყავი აი ენერგიით რამის ის იყავ რო დაიწყო TBC-ში რომ მივედი 22 წლის 23-ის 23 მაშინ სულ 19 კაცი ვიყავით დაფუძნებისას 19-18 კაცი ეს ხდება 93-94 წლები აი ესე პოსტ-ომის პერიოდია პოსტ-ომის პერიოდი მე მაგრამ ანუ იმას ვლაპარაკობთ 32 წელი რაღაცა ფაზა იყო ჯერ საკუთარი თავის ძიების ბანკირი არ ვიყავი მე ბანკირის პროფესია საერთოდ არ ვიცნობდი მაკროეკონომისტები ვიყავით ჩვენ მეც და ვახოც და რომ მივედით მიშა ჯგვასელი ვახო რომ მივედით TBC-ში როგორ ჯგუფელები ვიყავით კი მამუკა ყვებოდა რომ შევედიო კურსეო მაშინ პოდკასტი ჩავწერეთ მამუკასთან და იყვებოდა რომ რაღაცა უნიკალური ძალიან ნიჭიერი სპეციალური ჯგუფი შევქმნით მაშინ უნივერსიტეტში სპეჯგუფს შეძახდნენ მაკროეკონომიკა მინდა გითხრათ რომ უნივერსიტეტებში არის სწავლებოდა ზოგადად ეს სპეციალობა არ იყო მაშინ გადმონაშთები იყო პოლიტეკონომიის და რაღაცებს ესეთი ხო და ჩვენ უარი ვთქვით დიპლომებზე ყველაფერზე და თქვით რომ მოდი ვისწავლოთ ის რაც უნდა ისწავლოს თანამედროვე ახალგაზრდა იმისათვის რომ საბაზრო ეკონომიკისთვის მზაობა იყოს და საბაზრო ეკონომიკაში მაშინ შევდიოდით და მაშინ იყო ესე ვთქვათ ვესტერნიზაციის პერიოდი და აი მაშინ ლექციებიც ჩვენ მოვიფიქრეთ მე მევალებოდა უშუალოდ სასწავლო გეგმის შედგენა ამავე ჯგუფისთვის იქ იყო ეკონომისტთა ასოციაცია ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაცია და იმის ეგიდით კეთდებოდა ეს არა მარტო ეს მაგრამ ეს მიმართულება უნივერსიტეტში ესე იყო აი მაგალითად მასწავლებლებს არებს უწევდით ჩვენ სტუდენტები პირიქით არ ხდებოდა უნდა მოსულიყო აი ცოტა ესეთი დახურული კლუბივით იყო რა და მე უკვე გაგრძელდა ეს შემდეგ წელი ან სხვადასხვა ჯგუფებიდან გადმოვედით მაკროეკონომიკის
სპეჯგუფში და იქ მენკიუს პირველად ვათარგმნეთ ქართულად ბეგის მაშინ ინგლისური არც ისე იცოდა ხალხი. არა, არ იცოდნენ, არა. მით უმეტეს წიგნების კითხვა და სხვა სახელმძღვანელოების და დავაქსეროქსეთ, როგორც კითხიან და იყო ეგეთი დრო ვაქსეროქსებდი წიგნებს. ხო და მე ესე წავიდა მიქ საკმარისად კარგი გურუ ლექტორები მოვიწვიეთ ჩვენ ძალიან დღესაც ცნობილი ეკონომისტები და მე ესე გაგრძელდა და მე აღმოჩნდით ახალდაწყებულ საფინანსო ინსტიტუტში პატარა იყო ძალიან თავიდანვე ეს ინსტიტუტი როგორც მე მახსოვს მეც ხა დაახლოებით მე რაღაცა ის დამახსოვდა ეს ჭავჭავაძეზე ის რაღაცა უნიკალური რაღაცა კარი რაღაცნაირი რომელიც რაღაცნაირი დაცული კარი იყო რაღაც აეროპორტებში მაქვს მაგრამ თუ რაღაცებში ნახი ხო ეს კარი იყო სპეციალურად შერჩეული მანამდე იყო ესე დიდი ხის კარი მძიმე იყო და ესე ჭრიალებდა ეს მასიური ხის კარი ეგ ძალიან ძველი საკმარისად 50-იანებში აშენებული თუ არ ვცდები ეგ შენობა ხო და ეს არქიტექტურაც ისე იყო დიდი ესე ვთქვათ სადარბაზო კარი იყო და ახან ბანკი აღმოჩნდა შიგნით ბანკი მაშინ ასოცირდებოდა მაშინაც და დღესაც მაგრამ მაშინ განსაკუთრებით იმიტომ რომ გარეთ გუგუნებდნენ კალაშნიკოვები ღამე ესე ვთქვათ ის სროლის ხმაც ის მოდახოლმე ხანდახან და მაშინ უნდა ყოფილიყო დაცული და ეს აღმოჩნდა სტანდარტი სამხრეთ იტალიაში და დღესაც არის სხვათა შორის შერჩენილი ესეთი კარები იტალიურ ბანკებში ძირითადად სამხრეთ იტალიაში ხო და აი მაშინ აღარ მახსოვს ვიღაცამ ნახა იქ და საკმაოდ დიდი თანხა გადავიხადეთ იმისათვის თუ არ იქნებოდა იაფიეს კარი აშკარად ხო კი ზვირი იყო თუ არ მახსოვს სადღაც მაშინდელი დროისთვის განსაკუთრებით იყო თუ არ მახსოვს $40,000 იმიტომ რომ ხშირად ვიმეორებდით რომ რა ამბავია ამდენი მთელი კომპლექტი იყო იმიტომ რომ ეს მარტო კარი არ იყო ის ასე ვთქვათ მეტალო დეტექტორიც იყო შიგნით და მუშაობდა კი მუშაობდა კი ანუ ადეტექტებდა თავის მეტალს რაც შეიძლება და ძალიან ხშირად პრობლემები ჰქონდა კლიენტებთან ზოგიერთი სამკაულებით შემოდიოდა და შიგნით იჭედებოდა და ეს დიდი დისკომფორტი გახდა მე და მე ყველაზე ბოლოს მან შერჩა ეს კარი მე რეპლიკაცია მოხდა უკვე სათაოშიც მარჯანიშვილზეც გარკვეული პერიოდი იქაც იყო მაგრამ ძალიან სწრაფად მივხვდით რომ ეს უნდა მოგვეცილებინა ხო რეალურად ხო მომხმარებელთან ახლოს მიდიოდა ხო ბანკი კი აქტუალობა დაკარგა უსაფრთხოების თემები მეტნაკლებად სხვანაირად მოგვარდა და ეს დისტანცირების და დახშულობის ის უნდა მოეხსნა იცი რა მითხარი შენი ბავშვობა და ახალგაზრდობა რო გაიხსენო იყო თუ არა მან რამე წინაპირობა რომელმაც განაპირობა ისო შენ მოხვედი ბიზნესში და საბოლოო ჯამში გახდი ინვესტორი დღეს ანუ როგორც ხვდები შენ დღეს ინვესტორი ხარ კომპანიების თუმცა მენეჯმენტ ბორდში შედიხარ სამეთვალყურეობაში შედიხარ სხვადასხვა ადგილას ხარ დღეს ჩემს ყველაფერი საინტერესო არის შენ საინტერესო ადამიანი ხარ და სადაც იმყოფები ჩემს რასაც გააზიარებ ყველაფერი საინტერესო არის იმიტომ რომ ბოლოს მე და შენ რო ვისაუბრეთ შენ აპირებდი ამ ცხოვრებაში გადმობიჯებას მე ვიყავი შენთან სადაზღვეოში მაშინ და შენ უკვე თქვი რომ ემზადებოდი უკვე გასასვლელად აქტიური მენეჯმენტიდან ეს იყო ჩვენი ესეთი ბოლო გემრიელი შეხვედრა და მე აღარ შეხვედრი ვარ და ყველაფერი მაინტერესებს გახსოვს რომ ვიყავი შენთან ოფისში კი ხო და რა მოხდა იმ წერტილიდან ჯერ მინდა მაინტერესებს ჯერ ბავშვობა ანუ და ახალგაზრდობა რო გაიხსენა მათ შორის განათლება ყველაფერი ოჯახი ბავშვობა თუ ახალგაზრდობა ჯერ ბავშვობა მე ახალგაზრდობა მე იმ წერტილამდე სანამ TBC-ში მოხვედი აი რა იყო ის წინაპირობები ანუ შეიძლება ადამიანი იყო შეიძლება რაღაცა რაც აიკითხე ან რაღაცა რაც ნახე რამაც არა ძალიან შემთხვევითი იყო ეს მაშინ ესეთი არჩევანის თავისუფლება დიდი არ იყო ჩემ ბავშვობაში ეხლა როგორც არის რომ თქვა თუნდაც სკოლის ასაკშივე განიზრახო რომ აი ამ
ამ პროფესიით მინდა, ან მინიმუმ ამ მიმართულებით მინდა და თქვათ ეძებო სასწავლებლები, მერე კარიერული გეგმა დასახო შენ მშობელთან ერთად ან ვიღაც ახლობელთან ერთად და ასე შემდეგ. მაშინ იყო უბრალოდ შემთხვევითობები იყო ძალიან ბევრი. საქართველოში ახალი დამთავრებული იყო სამოქალაქო ომი. გრძელდებოდა რაღაცა პერიოდში ეს ჩვენი სტუდენტობის დროსაც პოსტ სამოქალაქო ომის განწყობა იყო. არ მიყვარს ხოლმე მაგ პერიოდზე საუბარი, მაგრამ შემთხვევითობით იყო. მაგრამ ეს მიმართულება, რომ რომ მე ამერჩია იქ ბიზნესი და რაღაცა ესეთი არ ყოფილა. ალბათ ჩემი მონაცემები ბიზნესი მაშინ სიტყვას არ არსებობდა, ალბათ ესეთი სიტყვაც არსებობდა და ბიზნესებიც იყო, მაგრამ პატარა, ძალიან ასე ვთქვათ, სავაჭრო ორგანიზაციები უფრო მეტად მხოლოდ, ვიდრე ბიზნესები. იმ გაგებით, რა გაგებითაც დღეს ჩვენ ბიზნესს ვეძახით. ხო და აღმოჩნდა ფინანსურ ინსტიტუტში. უბრალოდ მაშინ ჩვენ გადავწყვიტეთ გუნდმა, რომელიც მივედით, რომ მოდი ისეთი გავაკეთოთ და შევგვეთანხმებინა საკმარისად აქტიურ და ესეთ დამფუძნებლებთან, სხვადასხვა აი მაშინ იწყებდნენ ბიზნესს და უკვე დაწყებულიც ჰქონდათ რამდენიმე ბიზნესები. ფინანსური ინსტიტუტი, მაგრამ ფინანსური მაშინ კარგად მახსოვს 200-ზე მეტი 254 ლიცენზირებული ბანკი იყო. ძირითადად ესე ვთქვათ so-called ასე ვთქვათ ბანკები, იმიტომ რომ ლიცენზია იძლეოდა საშუალებას მის მენეჯმენტს და ამფუძნებლებს ქონოდათ იარაღის ტარების უფლება. ესეც ერთ-ერთი ის იყო, იმიტომ რომ დაცულობის ეგ არ ვიცოდი. ანუ გაძლევდა უფლებას რომ იარაღი ეტარებინა ერთ-ერთი რაღაცა ვიღაცეები ქმნიდნენ, მაგიტომ ვიღაცეები, არა ჩვენ. მაგრამ ჩვენ რახან მოხვდით აქ ცოტა ასე ვთქვათ ამ ეგრეთ წოდებული ელიტარული ჯგუფიდან უნივერსიტეტის გამორჩეული, აი მაღლივში გამორჩეული ჯგუფიდან ჩვენ რაში გადავწყვეტეთ, რომ დასავლური სტანდარტების ფინანსური ინსტიტუტი შეგვექმნა თავისი ყველა ატრიბუტით. იქ ხიდვა ვის ქონდა? მე რომ მივედი ეს წინაპირობა დავაყენე. და კიო მითხრეს და კი ბატონო და ჩვენც ეს გვინდაო და არ ვიცი ვის ქონდა საწყისში, მაგრამ ყველას ესე გვინდოდა და მე შევთანხმდით რაღაც დისკუსიებშიც და მისვლის ეტაპზეც შევთანხმდით, რომ ესეთი უნდა ყოფილიყო. და პიროვნულად რა მიგიზიდა დამფუძნებლებში? მამუკა და ბადრიში რა მიგიზიდა მაშინ? გამორჩეული თვისების მატარებლები იყვნენ ენერგია, მიზანსწრაფულობა, დელეგირების დიდი ხარისხით მოდიოდნენ, ანუ მე კარგად მახსოვს, რომ როცა ჩამოვწერეთ და კარგად მახსოვს ეს ჩამოვწერეთ კიდევაც დამფუძნებლებსა და მენეჯმენტ შორის შეთანხმება იყო. მატრიცული პრინტერზე ამობეჭდეთ ეს მახსოვს. აი ის ხო იმიტომ რომ მე ვთქვი რომ ეს დაწერილი უნდა იყოს. შევთანხმდით რომ მენეჯმენტში არ ჩაერეოდა და ეს მე კულტურულად გაგრძელდა კიდე არ ჩაერეოდა არც დამფუძნებლებიდან არც სესხის გაცემის პროცესში, არც თანამშრომლის აყვანა გათავისუფლებაში, პროცედურების შექმნაში და ასე შემდეგ. რაც შეეხებოდა თვითონ მართვის ნაწილს. მოგვეცემოდა გეგმას შევასრულებდით, მივიღებდით მაშინდელი კარგად მახსოვს 42 დოლარის ეკვივალენტი მქონდა ხელფასი. 3 წელი, 2-3 წელი. მაშინ არ იყო 100 დოლარი რაღაცა დაახლოებით რა ოჯახი რო ოჯახს შეინახავდი, მე ხა ოჯახს არ ვინახავდი, მხოლოდ ჩემთვის, მაგრამ კი, საკმარისი იყო. როგორც ხელფასი პლუს რაღაც ბონუსები იყო იმ შედეგებიდან გამომდინარე, მაგრამ მე ხა ეს შეიცვალა, იმიტომ რომ სწრაფად იზრდებოდა ყველაფერი, გარემოც ძალიან სწრაფად ცვალებადი იყო, სწრაფად ადაპტირება გიხდებოდა გარემოში. კარგი რაც მოხდა ის, რომ ეს ვთქვათ ამ დამფუძნებლებთან ამ შეთანხმება შესრულდა. ხო, ერთადერთი რაც დაიტო ეს დამფუძნებლები მაშინ განსაკუთრებით მამუკამ თქვა რომ თვითონ TBC იყო, ბანკი იყო ერთ-ერთი ნაწილი ჯგუფის, ამიტომ თბილისი ბიზნეს ცენტრი ესე იშიფრებოდა და ის ბრენდთან დაკავშირებული საკითხები უნდა შეთანხმებოდა მას.
აი დაწყებული ლოგოდან, დიზაინი, message box-ები და ასე შემდეგ. რო რაღაცა აცდენა, ანუ თვითონაც უყვარდა ეთყობა ამ პროცესში მონაწილეობა და აი ეგ ნაწილი იმისთვის სავარაუდოდ მნიშვნელოვანია. ხო. კი, ეგ მაშინ ვერ ხვდებოდით ეს რამდენად მნიშვნელოვანი იყო, იმიტომ რომ ჩვენ მერე აღმოჩნდა, რომ ეს ძალიან დიდი უკვე ბრენდ მატარებელი კომპანია როცა გახდა და ბრენდის მიზიდულობაც გაჩნდა, მერე ხვდებოდით ამას, რომ რამდენად დიდი მნიშვნელობა ჰქონდა დამფუძნებლებისთვისაც, კლიენტ ყველა stakeholder-ისთვის. იმიტომ რომ მისი ხასიათი, ბუნება და ეს ჩანდა უკვე ბრენდში. მაგალითად, ერთ-ერთი ნაწილი სტრატეგიული გადაწყვეტილების იყო ის, რომ სახელმწიფო სტრუქტურებს არ ვემსახურებოდით. საბიუჯეტო სტრუქტურა. მე ეს გაგრძელდა დაზღვევაში სხვათა შორის და მე სხვადასხვა ბიზნესებში. მხოლოდ კერძო სტრუქტურებს. და ამან მოგცა ძალიან დიდი უპირატესობა იმ გაგებით, რომ ეს ბიზნესები, კერძო ბიზნესები უფრო მომთხოვნები იყვნენ, ანუ უკვე ისეთ კატეგორიასთან ქონდა საუბარიც კი ბიზნეს შეხვედრებით, რომელიც ორმხრივად სასარგებლო უნდა ყოფილიყო. სახელმწიფო სტრუქტურებთან მაშინ ეს სხვანაირად ლაგდებოდა, სხვა ბანკები მუშაობდნენ და ეს ჩვენი სფერო არ იყო. და ამან ურთიერთ გამოზრდის და ასე ვთქვათ, გაკაჟების შესაძლებლობა მოგცა. ეს ძალიან საინტერესო ფაზა იყო. იმ სტარტაპებიც მაშინ რო იქნებოდა, ვთქვათ, ახალი არატექნოლოგიური სტარტაპებს გულისხმობ, ახალი ვთქვათ, რაღაცა ლუდის ქარხანა, მახსოვს ეს იგივე ვთქვათ, ცნობილი ბრენდებია, ადრინდელი ლომი, სინატახტარი, მე შემდეგ ზედაზენი, ბარამბო იყო, იქ ბორჯომის თემა, ყველაზე დიდი ბრენდი, რომელიც უკვე საერთაშორისო ინვესტიციები წამოვიდა და ანუ სულ ისეთ კორპორატიულ ნაწილში ისეთ კლიენტურასთან ჰქონდა შეხება, რომელიც თვითონვე ითხოვდა შენს სწრაფ ზრდას, აი მითოლოგიური ამირანივით უნდა გაზრდილიყავი საათებში და არა თვეები და წლებში, უნდა დაწეოდი მათ სხვანაირად არ გამოდიოდა. და არსებობდა მაშინ ორგანიზაციაში ეგრე წოდებული, ვთქვათ, სტრატეგიული დოკუმენტი, ანუ ხედვა კი არა დოკუმენტი, რომელსაც მისდა თავი პირველი დოკუმენტი ეს იყო, კარგად მახსოვს, თუ დამას დოკუმენტს დაუძახებთ, იმიტომ რომ არც მოითხოვებოდა ეს დოკუმენტად ქცევა ამისი. მეორე დოკუმენტი, კარგად მახსოვს, იყო საკრედიტო პოლიტიკა. ასევე ჩემი დიდი კონტრიბუციით შეიქმნა ეს დაწერილი სახით. ეს უნდა ყოფილიყო როგორც შიდა მენეჯმენტის შეთანხმება, რომ ესეთი წესებით გავცემთ წესს, როგორც კი დაიწყო უკვე არალომბარდული სესხები, იმიტომ რომ მაშინ ძირითადად ლომბარდული ტიპის სესხები იყო, რეალური სესხები არ იყო, როგორც კი დავიწყოთ უკვე EBRD ლომბარდული სესხები შეგიძლია ცოტა ლომბარდი, ბანკები ლომბარდს, ანუ ბიზნეს სესხები არ იყო. არ იყო ბიზნეს სესხი ჯერ. აუ რა დროს ყვებით ბიზნეს სესხი არ იყო ჯერ. ბიზნეს სესხები იყო სხვა ბანკებში, ძირითადად სახელმწიფო ორგანიზაციების, თუ ამას ბიზნეს სესხებს დაუძახებთ. სხვა ფორმატით იყო, არა იქ cash flow based შეფასება და რაღაცა ასეთ ვთქვათ, forecast-ების და ფინანსური პროგნოზების საფუძველზე, რაღაც სხვა კრიტერიუმის საფუძველზე. და როგორ გადანაწილდა პირველი როლები, ან მენეჯმენტი პირველი იყავი თქვენ კურსელები, ხო? შენ ვახო და მიშა, ხო? ანუ კი, მიშა იყო გენერალური დირექტორი, მალევე წავიდა ის, მე კარიერა გააგრძელა გუბერნატორად გურიის, შემდეგ ფინანსთა მინისტრი გახდა. ვახო გახდა მე მალევე გენერალური დირექტორი, კი. შენ იყავ მოადგილე. კი, ერთადერთი ჯერ კარგახანი ერთადერთი. ასე იგი IT-ის ესე ორნი მენეჯმენტში, ანუ თუ ტოპ მენეჯმენტი რეალურად თქვენ ორნი იყავით თავიდან. ერთი თუ არ ვცდები, ერთი 5-6 წელი ესე გაგრძელდა, მე შემოგვერთა ზეზვა, შემდეგ სხვაებიც ვანო. და შენ და ვახო შორის როგორ იყო გადანაწილებული სფეროები? ესე იგი IT და ბუღალტერიის გარდა ყველაფერს ეხებოდი. კადრებს, საკრედიტოს, პირველად საკრედიტოს უფროსიც მე ვიყავი. სტრატეგია, საერთაშორისო ურთიერთობები და ასე. ვახოს ძირითადად ფინანსები, იმიტომ რომ ფინანსებში სავალუტო ოპერაციები.
რა თქმა უნდა CEO-ს სრულფასოვანი ფუნქციით და პლუს რაშიც ნაკლებად ერეოდა ეს იყო ესე ვთქვათ management information systems დალაგება ვთქვათ recruitment-ი, staffing-ი, team-ი მან გამიჩნდა ლოგიკური კითხვა. ბაზარს მაშინ ეხაც უჭერს კვალიფიციური კადრები და მაშინ წარმომიდგენია რა იქნებოდა. როგორ დააკომპლექტეთ პირველი ნაკადი კადრების, იმიტომ თქვენ ხო ძალიან მალე რეალურად მალე გაიზარდა ორგანიზაცია საკმაოდ. კი, ჩვენ გქონდა მე უშუალოდ ძალიან პარალელურად რაღაცა ლექტორობდისავით რა TSU-ში მე ESM-ი რო იყო და აი სარკის ბიჭები ჩემი პარტნიორები პირველად შენი სახელი და გვარი გავიგე იმადგან ანუ შენ იყავი მათი ლექტორი პირველ გამოშვებასაც მახსოვს ეს მაშინ სულ გადაგძემი მე თვითონ პატარა ვიყავი რა უნდა მესწავლებინა მათთვის მაგრამ ნუ რაღაცა აღმოჩნდა თურმე სასწავლებელი და მე ანუ ამ ბაზასთან მქონდა შეხება და ძირითადად კომპლექტაცია მიდიოდა ჩემს მიერ ამსეთი ახის შერჩევით. Olგვარი ახლობელ ნაცნობების გარეშე, იმიტომ რომ ვიცოდი ეს რაღაცნაირად რომ ეს არ შეიძლებოდა. და ეს გარკვეული ამ რეკრუტმენტის ჰიგიენას ვიცავდი. მაგრამ მიდგებოდნენ შეაწუხებდნენ ხალხს. ეხლა მაგის გარეშე ხო არ იქნება? და მაშინ ნაკლებად იყო. მაშინ ბანკი და ეს არ ითვლებოდა იმ საწყის პერიოდში მაინც და მაინც ასე ვთქვათ სასურველ იმათ, მაგრამ მერე გახდა 90-იანების მეორე უბრალოდ 2000-იანების დასაწყისი ამ საუკუნეში უკვე როცა უკვე გამოჩნდნენ ვთქვათ ლიდერი ასე ვთქვათ დრაივერ ინსტიტუტები, რომელიც ჩაითრია როგორც ინტელექტუალური ღირებულები, ინტელექტები და ასევე ვთქვათ საერთაშორისო გამოცდილებები და რაღაცა ეს გაქულდა. და ამიტომ ეს მიმზიდველი გახდა. მანამდე არ იყო ესეთი მიმზიდველი, ძირითადად სავაჭრო ოპერაციებით იყვნენ დაკავებულები. კაცმანის პოდკასტის გუნდს ყავს გუნდის წევრი. ზენი მზღოლი, რომელიც ემსახურება პოდკასტს და მისი სამუშაო მანქანა. მე ვარ ჩემ მანქანას ძალიან ფრთხილად და ყურადღებით. მე მიყვარს მანქანები, ამიტომ მაქვს რაღაც კრიტერიუმები, რომელთაც ვარჩევ მანქანას. შერჩევაში პირადად მე ვიღებ მონაწილეობას. მანქანა უნდა იყოს თანამედროვე, ლამაზი დიზაინი, ტექნოლოგიურად განვითარებული, ყველგან მავალი, უნდა კონდეს კარგი ხმა. ამ კრიტერიუმებს, რომელიც მე მაქვს მანქანასთან მიმართებაში, დღეს ყველაზე კარგად აკმაყოფილებს Mitsubishi Outlander-ი. ამიტომაც დღეს კაცმანის პოდკასტს ემსახურება Mitsubishi Outlander-ი და არის ჩვენი პოდკასტის სპონსორი. ანუ რეალურად პირველ ეტაპზე თუ მე სწორედ მესმის, ანუ როგორც კორპორატიული ბანკი უფრო ვითარდებოდა TBC, ან პირველი კი ბატონო, კი. რა სეგმენტზე კონკრეტულად SME იყო? ეს მაშინ არა დიდი კომპანიები. მაგალითად დიდი კომპანიები იყო ან ახლად გაპრივატიზირებული, ან ჯერ კიდე სახელმწიფოს მფლობელობაში არსებული და მათთან ურთიერთობა აბსოლუტურად სხვა სიფრთხეზე უნდა წარმართულიყო, იქ რაღაც ანუ არ იყო ეს ჩვენი ბახჩა. თავიდანვე კი. და ჩემი აზრით ეს კარგად DNA-შიც მე აისახა corporate კულტურის ნაწილში. იმას გულისხმობ, რომ ამ ტიპის ბაზარს აქ თავისი მიზიდულობა სუფთა ფინანსური შეფასებით და სარგებლიანობით თუ შეხედავ, მარტივად შეიძლება დილი, ვთქვათ, დადო, მაგრამ ასევე მარტივად შეიძლება დაიმსხვრეს. ვთქვათ, შეუღლებაც და გაყრაც სწრაფად ხდება. რაც რიტეილის პრინციპია საბოლოო ჯამში. წინაპირობა არის რიტეილის განვითარების. კი ბატონო, მაგრამ აი მაგალითად სახელმწიფო პროდუქტი კორპორატიულების იმების ჩვენ ისეთი კომპანიები ყავდა, სადაც რეალურად სრულად ოფიციალურ ხელფასს იღებდნენ ის. და არ იყო იქ სხვა და ეს სხვა ვთქვათ შეფარული ისინი არ იყო. უცხოური ორგანიზაციები იყვნენ ჩვენი კლიენტები, ბევრი იყო მაშინ საერთაშორისო ორგანიზაციები. შევარდნადის დროს ბევრი იქნებოდა ეს სხვადასხვა ფონდებით დაფინანსებული.
თქვა ცალკე მიმართულების უფროსიც კი ყავდა მანდ საერთაშორისო ურთიერთობების, საერთაშორისო ორგანიზაციების. ხო და ამან ყველაფერმა ერთად გამოიწვია სწორედ ეგ რა, ასე ვთქვათ, ვესტერნიზაცია თეატრის. მე უკვე როცა რითეილ, მაგალითად ფილიალი არ ქონდა. პირველი ფილიალი ბორჯომში გავხსენეთ, ისიც ბორჯომის ქარხნისთვის რომ მომსახურებული იყო. პირველი ფილიალი ბორჯომში. ხო, არ ქონდა. ანუ ბექი იყო რეალურად, ანუ ბექი მუშაობდა ძირითადად. ან ფრონტი ჭავჭავაძე იყო და მე ბორჯომში იყო. ჭავჭავაძე იყო სუპირველი. კი. ხო და მე უკვე რეალურ რითეილ ბანკად ასე ვთქვათ, ეს პრეტენზიაც რო დავაყენეთ და ვთქვათ, პრეტენზია რა სტრატეგიული გადაწყვეტილება მივიღეთ, იქაც ასეთი ასე ვთქვათ, ესეთი მიდგომით, რომ win-win game უნდა იყოს. რომელ წელს მიიღეთ ეგ გადაწყვეტილება? 2000-იანების დასაწყისში, 2001-2002 წელს და რეალური რებრენდინგები 2004-5 წლებში მოხდა. დაახლოებით ორი წელიწადი დაჭირდა იმას, რომ სრულფასოვნად გარითეილერებულიყო. ხო, მაგრამ ყოველ შემთხვევაში პერცეფციის დონეზე გეტყვი, ან წარმოდგენის დონეზე, რომ TBC მაინც შემთთვის აღიქმნა, ხა ჩემ იმაზე უფრო აღიქმნებოდა affluent ბანკად თავიდან. კი ბატონო. ანუ კორპორატიული და affluent ბანკი იყო affluent იმიტომ ამას ვამბობ, რომ კერძო სტრუქტურების ან ბიზნესმენების პირად ანგარიშებს ემსახურა ბიზნესმენების და ვისაც რაღაც გარკვეული შემოსავალი ჰქონდა და არ იყო დამოკიდებული ხელფასიდან ხელფასამდე. აი ერთი პერიოდი მახსოვს, შემთხვევით თუ რატომ, აი სტრატეგიული შეცდომა არა, მაგრამ კაი გაკვეთილი მივიღეთ. უცბად გახდა დიდი სახელფასო თავდაცვის სამინისტრო ჯარი და ოფიცრები და ჯარისკაცები და ასე შემდეგ. ახალი შემოღებული იყო პლასტიკური ბარათები. და ბანკომატებიც და პლასტიკური ბარათებიც და ნუ ერთი ის დაგვჭირდა რომ აგვეხსნა რომ ეს ანუ ბარათზე ხო ერიცხებათ ხელფასი და მათ ეგონათ რომ იმავე დღეს უნდა მიიღონ ქეშის სახით და დგებოდა რიგები იმავე დღეს როცა ჩაერიცხებოდათ და ხშირად ხდებოდა ხოლმე ჯარისკაცები. ანუ ყველა ქეშდებოდა ეგრევე როცა ხელფასი ანუ იმის მოლოდინი რომ ხვალეთ შეეძლოთ გატანა ან ზეგაც და ერთი თვის განმავლობაში არ ქონდათ. და ესეთი ის მივიღეთ რიგები ჭავჭავაძეზე, უყურებდნენ ხა ფორმიანი ხალხი რიგებში დგას რაღაც ზოგიერთი სამხედრო ლამინირებას უკეთებდა ამ ბარათს და მე მოკლედ რთული იყო მათი თქვათ ადაპტაცია ამ ახალ ტექნოლოგიურ იმაზე და გაგვიჭირდა ეს მე გავეშვით მაგის გამო არა კიდე რაღაც ანუ არ იყო ეს ჩვენი ესე ვთქვათ სასურველი კლიენტურის ბაზა სახელმწიფო ორგანიზაცია. სადღაც მოვკარი თვალი თუ ყური აღარ მახსოვს, რომ ჩვენ Apple Pay სისტემაში გადახდებით ამის მესამე ქვეყანა ვართ თუ რა ანუ აქტიურობით გადახდით. ახლა გასაგებია რომ ეკონომიკაზე არის მიმული და ზომაზე, მაგრამ როგორ გადავხდით 15 წელიწადში რიგებიდან ბანკომატთან? ხო. იქამდე რომ დღეს საგადახდო სისტემაში Apple Pay ხა მსოფლიო სისტემა არის და მაგაზების ხა Visa-ს, Mastercard-ი გინდა, Amex-ი რაც გინდა, აი ამაში ვარ დღეს ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანა. რანაირად ეს 15 წელიწადში აქედან აქამდე აი იმ ისტორია. აი გაგიკვირდება და თუ ვაფასებთ ბევრ რაღაცებს ვკითხულობ ხოლმე საბანკო სექტორის ვთქვათ შედარებით იმებზე. გერმანიაში ქეშის ანუ ვთქვათ ნაღდი ფულის, ბანკნოტების ნაღდი ფულის წილობრივად გაცილებით მაღალია ვიდრე საქართველოში. დღევანდელ დღეს. ხო, აი არ ვიცი, ეხლა შენ რამდენი გიდერს ჯიპში? და 20 ვარ. ალბათ ესე მეც ხო 20-25 რომ რაღაცა დროს დაგჭირდეს თქვათ ტიპის მიცემა ხო? ტიპიც კი შეიძლება. ანუ ეს არ ვიცი რაღაცა რა ყველაზე მეტად გამოიწვია, მაგრამ საკმარისად ადრე მოხდა ტექნოლოგიებით ჩანაცვლება. ყველა ამ ქეშის ინდუსტრიის. და მიიღო ეს მოსახლეობა. ეს ტიპა დავაპაუზო. მე ვარ საბანკო ასოციაციის შეხვედრაზე.
აღარ მახსოვს რომელი წელი იყო, როდესაც ჯერ კიდე საუბარი იყო, აი ეს გამოიყენა პლასტიკური ბარათი, როგორ გაეკეთებინა ასოციაციას კამპანია ერთობლივი. კი ბატონო. ანუ ეგეთ საუბარს დავსწრები ვარ მე. და ეხლა ვლაპარაკობთ პრაქტიკულად იმაზე, რომ ქეშში, ანუ ნაღდი ფული თითქმის არავის აღარ უდევს ჯიბეზე, ანუ ყველას იმაზეა და აი რამ ბოდიში აი ეხლა უბრალოდ ჩავიჭხირი, იმიტომ რომ გამახსენდა, რომ სულ რაღაცა 10 წლის წინ თუ 12 წლის წინ არის ეს შეხვედრა საბანკო ასოციაციაში, რომ პლასტიკური ბარათის კამპანია როგორ გავაკეთოთ ერთობლივად. და კითხვა რაშია? კითხვა არის იმაში, რანაირად აღმოჩნდი 15 წელიწადში ასეთ ინოვაციაში. შენი აზრით რამ განაპირობა ეგ ანუ აი ეგ შედეგი, რაც გვაქვს დღეს, რო ვართ, რავი, Apple Pay სისტემაში მესამე ქვეყანა. რა გამოიწვია ეს, ანუ რა არის ესეთი საქართველოს ყოველთვის ხეხა რო ვადარებ სხვა საქართველოს ყოველთვის იყო და ალბათ რჩება პროგრესის მედროშეთ, რჩება იმ გაგებით, რომ პროგრესი მოწონთ აქ. და ესე ვთქვათ fashion ხდება ეს პროგრესი. მოდაში შემოდის? მოდაში შემოდის. ტრენდდება და მე ამაზე ეგება უკვე ბიზნეს მოდებლებიც, ჩემი საკუთარი ახალი რაღაც ხედვებიც და ბიზნეს როცა სტარტაპების თემა მქონდა, მაშინ ყოველთვის ამას უყურებდი, რომ რა არის საუკეთესო, რამდენად სწრაფად შეგიძლია ეს დალანჩო, იმიტომ რომ სისწრაფე ძალიან დიდი მნიშვნელობა და რა ვიცი, სმარტობით ალბათ გამოირჩევა. შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ ინოვაციასთან გვაქვს ღიაობა. აი ერთი ძალიან კარგი ის გამახსენდა, ახალი დაწყებული გვაქვს ეს რიტეილისის და ერთ-ერთი ყველაზე უნიკალური და კარგი პროდუქტი, რომელიც დღემდე ყველაზე საინტერესო პროდუქტად ითვლება, ესე direct debit. მაშინ ეს 2000-იანების დასაწყისში ხდება, ამ საუკუნეში უკვე, მაგრამ იქ გვაქვს წარმოიდგინე 22 თბილისში 22 კომუნალური მომსახურების სერვისი. გაზი, ნაგავი, დენი, თელასის, რაღაც წყალი, რაღაც აიეტი იყო, თუ გახსოვს, ფიქსირებული ტელევიზიის და ასე ვთქვათ, ფიქსირებული ფიქს ტელეფონის საბონეტოს ობიექტი. 22 კომპანიაში სათითაოდ უნდა მისულიყავი და გადაგეხადა მისი სააბონენტო. სათითაოდ. ახლა რომელიღაც ან დაგაგიწყდებოდა, ან ზოგჯერ ფული არ გექნებოდა, ან რაღაც. და ეს პროდუქტი, როდესაც ვეუბნეოდით, რომ და ამათ ჰქონდათ უზარმაზარი ინდუსტრია შექმნილი სალაროების. თვითონ ამ კომპანიებს სათითაოდ თელას, UGT-ს, ყველას წყალკანალი ერქვა და მას შემდეგ ელექტრო სახელები აღარ მახსოვს, მაგრამ ძალიან ესეთი სახელები იყო. ყველგან მუშაობდა ათასობით მოლარე, შიგნით რიგები, ინკასატორებით მოსვლიდან იწყებოდა, ხო გახსოვს, ინკასატორი მოდიოდა ჩაიწერდა რაღაც. აი ეს ყველაფერი ირღვეოდა ერთი მარტივი პროდუქტით, რასაც ერქვა direct debit. რო უთხარით, რომ გაეშვით ესენი თქვენი საქმე არ არის, მოგვეცით თქვენი კლიენტურის არათუ ბაზა, არამედ დავალიანება, მაგალითად პატას რა აქვს დავალიანება, მას მივცემთ ბარათს და როცა არ იქნება ფული, მაშინ გაუშვებთ საკმარის უფასო უპროცენტო სესხზე 55 დღიანი ის მახსოვს აშვებული იყო 55 დღიანი უპროცენტო სესხის ლიმიტი თუ არ ვცდები 200 ლარიანი იყო თუ 180-იანი და მაშინაც კი როცა დაავიწყდება და ასე შემდეგ თუ ეს ბილინგი უბრალოდ კომპიუტერი დაგვადგმევინეთ ბილინგის ინფორმაცია მოგვეცით არათუ ფიქსდ გადასახადის არამედ რამდენიც გამოიმუშავა ანუ ძირთად ეს დენზე იყო ჯერ დაგვიწყეს იმათმა საუბარი რომ კარგად მახსოვს ამის დანერგვის პროცესი ჯერ დაგვიწყეს იმათა საუბარი რომ ამაში ფული გადაგვიხადეთ ვერ ხვდებოდნენ თავის ბენეფიტებს კარგად უნდა აგეხსნა ეს ბენეფიტი მაგრამ მე მიხვდნენ უცხოური მენეჯმენტიც იყო მაგაში დასაწყისში ამერიკული მენეჯმენტი იყო თუ გახსოვს და მე შეიცვალა ეს რუსებით ხო და კარგა ხანი ამისი ინოვაციის დანერგვა გვიჭირდა თვითონ ხალხში აი ნაწილი ანუ ეს კომუნალური კომპანიები ისე ვთქვათ ჟარგონულად რო თქვა დაიკერენ რა კარგია ანუ ზოგიერთმა დახურა ეს ფილიალები საერთოდ
იქ დანაკარგები იყო, მოპარვა იყო, დაყაჩაღება იყო, ეს თემა საერთოდ ჩაეხსნათ. ერთადერთი იყო ძველი დავალიანების გაბათილება. თუ იმას გააბათილებდი, ახლიდან თუ დაიწყებდი, ყველაფერი ესე ვთქვათ, smoothly მიდიოდა ძალიან მარტივად, რომ დავალიანება გაქვს, ჩამოგაჭრეს ბანკი და ასე შემდეგ. მაგრამ აქ მეორე ნაწილში გაგვიჭირდა დანერგვა ამ პროდუქტის და მე რაღაცა მაინც მოდიოდნენ მოქალაქეები და მაინც ბანკში იხდიდნენ ქეშით, ვთქვათ, თელასზე და ასე შემდეგ. ხო და იქ რაღაცა გამოკითხვა ჩავატარეთ და ამ გამოკითხვის ერთ-ერთი შედეგი თუ არ ვცდები ჰოლანდიელი ექსპერტი იყო, რომელიც advisory რაღაცა კონსულტანტი ამ თემებში და გაკვირვებული იყო და ერთ რაღაც გითხარ რომ გაკვირვებული და დასკვნა აკეთა რომ ერთ-ერთ ეს affluent-ის ნაწილი გამოვიკითხეთ სწორედ მაღალშემოსავლიანების კატეგორია და იქ იყო ესეთი პასუხი ერთ-ერთი და ეს პასუხის განზოგადება გააკეთეს ამათმა რომ ჩემ ოჯახში ამ კომუნალურების გადახდას აწარმოებს მამაჩი. ეს მიდის რიგში დგება, იქიდან მოაქვს თქვათ სიახლეები, იცით რომ რიგში რო დგებიან, რაღაც საუბრობენ, რაღაცა და ეს ფუნქცია რო წავართვა, მე ეს არ მსურს. ანუ სოციალური სტატუსის წართმევის დონის იმათ იყო აი ეს ახალი ტექნოლოგია. აღქმული. და ეს არ მინდა. ანუ ბარიერად ეგ ვერ ხდებოდნენ ეს ჰოლანდიელი ვერ ხდებოდა რომ სხვა სტატუსში ხო შეიძლება რომ ეს დრო თქვა კომუნალურების გადახდით არ იყოს დაკავებული ეს ადამიანი თუნდაც პენსიონერი სახლში ვინც არის პენსიონერი და იყოს სხვა მაგრამ რახან ეს გაჩნდა ამით დაკავებული რომ ის კონტრიბუტორია ოჯახში ამითია კონტრიბუტორი და ამას არ ართმევდნენ. ეს კულტუროლოგიური ასპექტი. მაგრამ მალევე შეიცვალა ეს. როგორც კი ეს გაქულდა ეს ტექნოლოგიები და ეს ტრენდული გახდა, ეს მალევე შეიცვალა 2-3 წელიწადში და ახლა პრაქტიკულად აი როდის გადაგიხდია არასაბანკო იმით არც ვინმეს შენს ახლა. არაფერი ხო? დავალიანებაც მარტივად mobile bank-ი და ამიტომ ეს ტრენდები და სხვათა შორის ძალიან ბევრ განვითარებულ ქვეყანაში ესეთი დონის ესე ვთქვათ, კარგად გაკეთებული ეს პროდუქტი, direct debit-ი, stand-by order-ები და ასე შემდეგ, ძალიან ბევრ ქვეყანაში არ არის. არ არის. დღესაც. ჩვენ შეგვიძლია ჩეკებით მუშაობენ, რაღაც ევროპულ ბანკებში, დღემდე ჩეკებით სამეწარმეო აზროვნების განვითარების და პოპულარიზაციის გარეშე ძალიან გაჭირდება, რომ ამ ქვეყანაში შეიქმნას დოვლადი და შეიქმნას ქვეყნის დამოუკიდებლობა. ამიტომ, როდესაც სოკარმა მომართა ბრენდით სოკარი ბიზნესისთვის, რომ იზიარებენ ამ ფასეულობას, რომ განვითარდეს სამეწარმეო აზროვნება ქვეყანაში, მან ვიპოვეთ თანაკვეთა. თანაკვეთა იმაში რომ კომპანიას გაჩნია ეგეთი სოციალური პასუხისმგებლობა, რომ ხარი დაუჭიროს ბიზნესის განვითარებას საქართველოში. მაგიტომაც სოკარი ბიზნესისთვის არის კაცმანის პოდკასტის პარტნიორი. კაცმანის პოდკასტს ენერგიით ავსებს სოკარი, თქვენი ბიზნესის საწვავი. მაგითხვას დაუბრუნდები ჯერ კიდე და გადავახვე უკან. ანუ როგორც ხვდები, სტრატეგია რეკრუტინგის იყო ნიჭიერი სტუდენტების იდენტიფიცირება პირველ ეტაპზე, ხო? ანუ რადგანაც შენ გიწევდა სტუდენტებთან შეხება, იქვე ამჩნევდი ტალანტებს და იქვე მოგხავდა ბანკში, ხო? ხო, ვისაც სწრაფად ისეც სწრაფად მივიღებდი გადაწყვეტილებას, იმიტომ რომ სწრაფად უნდა დაგეკომპლექტებდით. ხო, აი ეს სწრაფად ძალიან საინტერესო იყო და ცდილობდი რომ თან ამ ნაცნობებს და იმას არ გაეკარო, რომ საბოლოო ჯამში აი რაღაცა ნაცნობებს კი, მაგრამ უბრალოდ აი ეს ნათესაური და სხვა მეგობრული ის არ უნდა ყოფილიყო. ეგის შეთანხმების ნაწილი იყო და ფუძნელს და მენეჯმენტი. ეს შინაგანი მე როდესაც უკვე საკადრო პოლიტიკა დაიწერა, იქ ბევრი რამე ჩაიწერა, იქ თქვა ნათესავები არ უნდა მუშაობდნენ ერთად ან ერთი იმის ქვეშ და ასე შემდეგ ბევრი. ეს საკადრო პოლიტიკა შეინაწერილია? კი. ოღონდ ეს მერე იყო საკრედიტო იყო მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ როგორ გითხრათ, მაშინდელი ბანკებისთვის კომერციულ ნაწილ, ანუ
კერძო სტრუქტურაში კორუფციის ელემენტები შეიმჩნეოდა, მათ შორის ბანკებშიც. და ეს იყო ყველაზე დიდი შეგულისხმება მაგალითად სესხის აღება ატკატის სანაცვლოდ თავისი სიტყვებით შემოთავაზებები ბევრი იყო და ეს რაღაცნაირად თუ არ ამოძირკვავდი, კარგად მახსოვს ერთ-ერთი კლიენტი მეუბნებოდა რომ 10%-ო, ანუ მოსული ამბავიაო რა და 10% შენი იყვესო და ეს გამიკეთეს ესხიო და მე ვთხარი კაცო, მომეცი შენ რაღაც თანხა და 90 იყოს შენი. 10 ხო დამრჩება. მე რა პირით მოვალ და გეტყვი, რომ დამიბრუნე ის 100. ხო? მარტივია, შენ ხო ამას რომ მეუბნები, ხო აღარ აბრუნებ მარტივად. ან ალბათობას ზრდი რომ არ დააბრუნო. მიიღო ეგ შენგან. მიიღო შენგან. ხო მიიღო და სხვათა შორის ძალიან საინტერესო ბიზნესები ქონდა იმ კაცს, მაგრამ იმის გამო რომ მიჩეული იყვნენ ეგეთ რაღაცებს, მაშინ აკეთებდნენ. იცი რა მაინტერესებს? და ეს უნდა ამოგეძირკვა. ეგ კი არა, მოლარეს უტოვებდნენ ერთ თითო ლარს, იმიტომ რომ ეს კულტურის ელემენტი იყო. ნაწილი იყო კულტურის. 1 ლარი, 2 ლარი აუცილებლად უნდა დაგეტოვებინა. და ამის ამოძირკვა ბოლომდე შევძელით საწყის ეტაპზე. პირველივე ის რაც იყო, სწორედ ეს კერძო კომპანიაში ეგრეთ წოდებული კულტურული გადმონაშთი კორუფციის აღმოფხვრა. აღმოფხვრა არ დაშვება, იმიტომ რომ ახალი კომპანია იყო და იქ არც იყო დიდი. და რა იყო ინსტრუმენტი? ანუ თვითონ სისტემა თუ ინსტრუმენტი კულტურა როგორ ჩამოაყალიბეთ ეგეთი? როგორ გამოგივიდათ? ხო, აი ესეთი კულტურის ჩამოყალიბება, რა ინსტრუმენტები დაგეხმარათ? აი ეს ძირითადად იყო ვესტერნ, ანუ დასავლური სტანდარტებისკენ უყურებდით, ძირითადად გამჭვირვალობასაც უყურებდით, უყურებდით აი ამ პოტენციურ კორუფციის შეზღუდვებს, უყურებდით რეალურ ფინანსურ მონაცემებს, როგორც გაიცემოდა სესხი კომპანიაზე და კარგად მახსოვს ერთი კიდე ძალიან საინტერესო რაღაცა, რომ ჩვენ რახან ბანკის სესხი გაიცემა სრულად არაოფიციალური ბანკის სესხი ხო არ არსებობს. ამიტომაც ის უნდა დაბრუნდეს ოფიციალური შემოსავლებით. ბერ კომპანიას ჰქონდა არაოფიციალური შემოსავლები, შავი ჩანაწერები და რაღაცები და მისი ის უნდა წაგეკითხა მისი შავი ჩანაწერები, ძირითადად მაღაზიებს და რაღაცებს. და მაშინ ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამები არ იყო. და ჩვენთან მუშაობდა ჯერ მთავარ ბუღალტრად მე IT-ის უფროსი იყო გოგა გოთოშია, რომელმაც იქ მე გოთოშიმა ორისი შექმნეს, ძმებმა დღემდე მუშაობს ორისის ბუღალტრული. ამ ბუღალტრულ პროგრამებს ჩუქნედით. შიგნით შექმნილ ბუღალტრულ პროგრამას ამ კომპანიებს, ოღონდ ჩვენ ესე აკეთე, იმიტომ რომ ეს ჩვენთვის იყო კარგი. ანუ ჩვენ ენაზე დალაპარაკების საერთო ენის და ზოგმა მიიღო, ზოგმა არ მიიღო და ვინც სიხარულით მიიღო და თქვა დაიწყო ის. ადვილად კითხულობდით მათ გარეშეც, მათ ფინანსებს, ხო? ნუ როგორც კი სტანდარტები, ბუღალტრული სტანდარტების საკითხვის შესაძლებლად, ანუ ტექნოლოგიური ინსტრუმენტი მივეცით მათ, კომპანიებს, მცირე კომპანიებს და ისინი უკვე აღარ იყვნენ ვალდებული, რომ ჩვენს რაღაცა სტანდარტებში, Excel-ში მოიტანე შენი ფორმატი და ასე შემდეგ. აი ესეთი პატარ-პატარა ელემენტები იყო, თქვათ, სესხის გაცემის კულტურაც და შეფასების კრიტერიუმები უკვე სტანდარტი იყო, რომ TBC-სთან არ მოსულა სხვანაირად, ესე უნდა იყოს. მეორე ტექნოლოგიებზე ორიენტაცია, მესამე სტაფინგი ძალიან ახალგაზრდა იყო. პრაქტიკულად შეიძლება ითქვას, რომ ახალი კულტურას დანერგვის ერთ-ერთი მატარებელი ის იყო, რომ არ იყო არავინ საბჭოური ბანკიდან ესე ვთქვათ გადმონაშთი ვინმე. ყველაფერი ახლიდან იყო დაწყებული. ალბათ ესეც და ეს ხალხი ძალიან დიდი სიამოვნებით იღებდა ამ ახალ პროგრესულ ინოვაციურ მიდგომებს. და მე უკვე ერთმანეთში ეს გაზიარების, როგორც ხდება კორპორატიული კულტურის ჩაბეტონება, მე ესე კლიენტურის კატეგორია, ანუ სტრატეგიული არჩევანი იმაზე, რომ კერძო სტრუქტურა უნდა ყოფილიყო, ხო? ყველაფერმა ამან ესე იმოქმედა. ნუ შენ მათ შორის იყავი TBC აკადემიის ხო, ეს შევქმნით შიგნით, ოღონდ ეს თანამშრომლებისთვის იყო, არ იყო კლიენტებისთვის. როდის გააკეთე TBC აკადემია? არ მახსოვს. 2006-ში თუ 7-ში.
არ მახსოვს. რომ რეალურად დაგიტრენინგები. მან იყო ძალიან მარტივი ამოცანა, იმიტომ რომ ბანკში ვინც ბანკის ინდუსტრია კარგად იცი განსხვავდება. ბანკში სხვადასხვა პროფესიის ხალხი მუშაობს, მარკეტოლოგები, IT სპეციალისტები, პროგრამისტები, იქ რაღაც სისტემში კებს რო ეძახიან, იქ თქვა ბუღალტერი და ასე შემდეგ. და ბანკი როგორც ინდუსტრია არ იციან. ხო? ძირითადად ბანკის როგორც ინსტიტუტის ცოდნა მოეთხოვებოდა კორპორატიული დაკრედიტების ნაწილში მომუშავე მენეჯერებს. როგორ გასცემს ბანკის ეს, რა ანგარიშგებებს კითხულობს, რა სექცევა ყურადღება, რაღაც კოეფიციენტური ანალიზი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მაგრამ დანარჩენამ არ იციან. მოეთხოვებოდა თუ არა იმათ ბანკის ცოდნა. პრინციპში არ მოეთხოვებოდათ. მაგრამ რადგანაც გამორჩეული completely different animal რო ამბობდნენ, სხვა ცხოველია ბანკი, რა გარემოში მუშაობ ფინანსური ინსტიტუტის ვთქვათ, მოთხოვნები კაპიტალის მიმართ, რეგულატორული მოთხოვნები რატო არსებობს, სოციალური პასუხისმგებლობა რას ნიშნავს ბანკისთვის. ხა პატარა კომპანიის გაკოტრება, არაფერ პატარა რა, დიდი კომპანიის თუნდაც არაფერს არ გამოიწვევს და პატარა ბანკის გაკოტრება შეიძლება სოციალური პრობლემები დააბადოს და ასე შემდეგ. ბევრი მოთხოვნები, რომელიც განსაკუთრებულს და სპეციფიკურს ხდის. დაზღვევასაც სხვათა შორის, მაგრამ განსაკუთრებით ბანკს. და ამიტომაც ამაზე ვასწავლიდით იქ, რომ რა არის ბანკი, სად მოიაზრება ამ ინდუსტრიული მასში და რა პასუხისმგებლობა გეკისრება შენ. ეს ერთია, ძალიან მნიშვნელოვანი. და მეორეა, მათთვის იყო ძალიან საინტერესო, იმიტომ რომ კარიელულ რუკას თვითონვე აგებდნენ შიგნით. თუ საბანკო TBC აკადემიის ის არ ქონდა გავლილი, რაღაცა ან შემაფარხებელი ფაქტორი იყო დაწინაურების, ან დასაწყისში, თორემ მე ახლა გარეთაც სწავლობდნენ და უკვე თანამედროვე იმებში რო წავიდეთ, უკვე კურსები სპეციალური და მაგრამ მაშინ კარგად იმუშავა. ძალიან კარგად. 4 თუ 5 საგანი სწავლებოდა, მეტი არა. ხო, დაახლოებით მე სხვადასხვა ანალიზს ვაკეთებდი, ძალიან საინტერესო იყო. პირველ რიგში შენც პირადად და ახოსას და თელ გუნდს მადლობა კონკურენციისთვის, იმიტომ რომ მე მჯერა რომ კონკურენცია არის ის, რაც ასოცხლებს ბიზნესს. ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი არის ჯანსაღი კონკურენტის ყოლა, რომელიც ორიენტირებული არის განვითარებაზე და შენს ძალაუნებურად ფორმაში გამყოფებს. იმიტომ რომ იცი. სხვადასხვა მე ერთი რაღაცა მინდა გითხრა, მე მამუკასაც უთხარი, მე დავდიოდი სულ TBC-ში, ფილიალებშიც დავდიოდი, ანუ კლიენტიც ვიყავი და მე საქართველოს ბანკში რომ მოვედი, მე არ მეთაკილებოდა სიარული და თუნდაც ფილიალის მენეჯერთან ლაპარაკება ბანკირთან, რა გაკავებს აქ, რა მოგწონს აქ, ვსვავდი მაგ კითხვებს. ანუ ასებს ეირნობდი აქეთ-იქეთ და ანუ მე ჩემ კონკურენტი მიყვარდა, ამის თქმა მინდა. ანუ და საერთოდ ვთვლიდი, რომ TBC რო არ იყოს, საქართველოს ბანკი ამდენ რესურსს არ ჩადებდა განვითარებაში. რა ინტერესი იქნება? შეიძლება, ხო. მარტო რო ყოფილიყო, ალბათ არა. ხო, მარტო რო ყოფილიყო, ახლა ესეთი კუთხით ვიძახი. თუმცა დღეს მაგ სიმძაფრის კონკურენციას დღეს აღარ ვხედავ. ო, არა. ხო, დღეს გაჯერებული. სხვაგან არის ის კონკურენცია გადასული სხვა სიფრთხეებზე. სხვა სიფრთხეებზე. ხო, მე მგონია, რომ ეს უკვე ტაქტიკური კონკურენცია, უკვე სტრატეგიული კონკურენციაც აღარ არის. კი, ნამდვილად. არა მარტო ანუ თუ გახსოვთ ორი დიდი უზარმაზარი ბრენდი ბანკის, საერთაშორისო ბრენდი იყო საქართველოში. HSBC და Societe Generale. რამეთი დაამახსოვრეს ქართულ საზოგადოებას ან ბიზნესს ან თავისი თავი როგორც განსაკუთრებული დიდი მულტინაციონალური კომპანიის არა, იმიტომ რომ საკმარისად ის დახვდათ უკვე. მათაშორის ეს მათი მოუქნელობის ამბავი არ არის მხოლოდ, იმიტომ რომ ზოგიერთ შემთხვევაში დიდი კონგლომერატები მოუქნელები არიან, აი Deutsche Bank, Societe მოუქნელები არიან ტექნოლოგიებშიც იმაში და უჭირთ სწრაფი გადაწყვეტილების მიღება, მაგრამ თემა ის არის, რომ ბაზარიც არ იძლეოდა მათთვის, ანუ თქვა აპეტიტური ბაზარი არ იყო, რომ დაეხარჯათ გული დიდად ამონაგებს ვერ ხედავდნენ. ამიტომაც ესეთ პასიურად მე მახსოვს რესპუბლიკა რაღაცა disruptive offer-ებს აგორებდა, ანუ იყო პერიოდი, როდესაც რესპუბლიკას ესეც იმიტომ მინდა გითხრა, ესეც იმიტომ, აშა რომ იქ
რესპუბლიკა სოსიეტე. უკვე როცა სოსიეტე გახდა, ხო? ესეც იმიტომ, რომ იქ უკვე მუშაობდნენ ან საქართველოს ბანკში, ან TBC ბანკში ყოფილი მენეჯერები, რომლებიც ამით იყვნენ დამოხტული. ის ტოპ მენეჯმენტის ქვემოთ ტოპ მენეჯმენტში უკვე ესეთი გაწვრთნილი ხალხი იყო, ჩვენი საერთო მეგობრები. და როგორ გამოვიდა? აი, ეხა უბრუნდები. მე ხავ ცხოეთში, კაი ხანი არ მიცხოვრია, რასაც ცხოვრება ქვია, მოგზაურობას არ გულისხმობ, აი როცა ცხოვრობდა, აი daily banking-ს რო აკეთებდა ასე შემდეგ. და ბევრი ჩვენი თანამემამულისგან რომელიც ცხოვრობს ცხოეთში, მესმის, აი ნეტა რავი, ქართული ბანკისნაირი ყოლოდა იქ. რანაირად გამოვიდა, რომ საქართველოში იქ, არ ვიცი, შვეიცარია, ამერიკა, არ ვიცი, ასწლეულების ისტორია ბანკების, კომერციული ბანკების ჩამოყალიბების, განვითარების და ამ დროს სულ რაღაცა 25 წელია, მოდი ესე ვთქვათ, მაინც ახლა ფლაგმანები არიან ახლა TBC და საქართველოს ბანკი ხა საქართველოში, კიდე ახლა იზრდება სხვა ბანკების, ვითარდებიან, რა ვიცი, კუყურებ რაღაცებს, მანუ შორია, იმიტომ რომ 70%-ის ბაზრის წილი უჭირავთ ამ ორდიც, თუ არა 75-ის და შესაბამისად რთულია ახლა ამათთან ჭიდაობა, იმიტომ რომ ნუ რაღაცნაირი ცოტა ოლიგოპოლიას კი დაემსგავსა, როგორც მე უყურებ ამას, რაც ადუნებს ჩემი გადმოსახედიდან ორივეს. მაგრამ საიდან 25 წელიწადში საქართველოს როგორ შექმნა ასეთი ბანკი, რომელიც ბევრ ამერიკულ, ბევრ ბრიტანულ, ბევრ ევროპულ ბანკში იქ საფინანსო ინსტიტუტები იქ, სადაც გონია რომ უნდა იყოს ეს. იქ სწრაფი გადაწყვეტილებები ვერ მიიღება. ან მათი კორპორატიული კულტურის გამო, ან იქაური ისტორიული რეგულატორული შეზღუდვების გამო, ან ბევრი სხვა ფაქტორების გამო, როგორი მენეჯმენტიც იქ ამ ტიპის ინსტიტუტებში მუშაობს. დღეს უფრო მეტად მოქნილები არიან, განსაკუთრებით ამერიკული ბანკები. უყურებ ჩვენ პოდკასტს. არ დაგავიწყდეს, გამოიწერე არხი, დაალაიქე, დაგვიტოვე კომენტარი და გვაჩვენე, რომ მოგწონს რასაც ვაკეთებთ. პატარა ზომის ქვეყნებში, შედარებით პატარა ზომის ფინანსური ინსტიტუტები რო არის, სწრაფად მიიღება გადაწყვეტილებები და ხშირად ხდება, თქვათ, ტესტინგი, მათ შორის ცუდი გადაწყვეტილებებს. ამიტომ ცუდი გადაწყვეტილებებს სწრაფად იტესტება, კარგ გადაწყვეტილებებს მალე მოაქვს დადებითი შედეგი. ამას დაერთო, რომ ნაკლები რეგულაციები, შედარებით ნაკლები, ვიდრე იქ, იმიტომ რეგულაციური ბარიერი ეხა არის, ან ბევრი რეგულაციური ბარიერი არის. არ ვიცი ახლა მაგალითად პერსონალურ მონაცემთა დაცვის თემა, იგივე AML-ის თემა სად იყო 90-იანებში და თუნდაც 10 წლის, 15 წლის წინ არ იყო, ხო? რომელიც ბევრ მოქნილობას გაძლევდა. და ამას დაემატება პირის ქართული ხასიათი, რომელიც პროგრესის გატრენდების და ასე ვთქვათ, მიმბაძველობის და თემა. მაგრამ პლუს ახალგაზრდების დინამიკა, იმიტომ რომ დინამიკა ამ ინსტიტუტებში, ასე ვთქვათ, პენეტრაცია მენეჯმენტში ძალიან მაღალია ახალგაზრდების დასავლეთში განათლებულების და ბევრი კომპონენტია ის, რომელმაც შეიძლება ერთი რამე არ არის. ბევრი კომპონენტი. ფაქტორებია სხვადასხვა მესმის. რომელი უფრო ძლიერი იყო, სხვადასხვა დროს სხვადასხვა სიძლიერით ის, მაგრამ დღეს რაც არის, ეს არის, მივიღეთ ეს. ნუ მოდი ობიექტურად შევხედოთ, მობილ ბანკი დღეს იგებს საერთაშორისო საუკეთესო აღიარებებს იგებენ. რა ვიცი, wealth management-ში, რა ვიცი, სხვადასხვა ბევრი აღიარება კი ბატონო. ქართულ საბანკო სექტორს დღეს ხო ფაქტია, ხო, ანუ ეს რაღაცა ეს ჯილდოებით ციდან ხო არ ცვივა რა, ნუ ობიექტურად ეს აღიარება. იცი რა მითხარი, ერთი ესეთი მომენტი დამაინტერესა. ოდესღაც საბანკო სექტორი ითვლებოდა ერთ-ერთ ყველაზე, მოდი ესე ვთქვათ, საოცნებო სექტორად ხალხს და აღარ არის. აი ეგ ხო, ანუ შენ რას უკავშირებ ამას და რა გამოწვევის წინაშე არიან ბანკები და როგორ მოიზიდონ დღეს ტალანტი ამ ხელა კონკურენციის ფონზე. ოდესღაც უკონკურენტო იყო ეს. მაგრაჭირს ძალიან ხო, უკონკურენტო იყო, იმიტომ რომ დანარჩენ ნაწილში არ იყო ესე განვითარებული და დღეს ეგრე არ არის. ამერიკაში West Coast-ზე, იქით ამ მხარეს, კალიფორნიის მხარეს, ფინანსური ინსტიტუტებში, ანუ ბანკირი ასერთ არ უყვართ. აი სადღაცა ქვემოდან მეორე, მესამე ინდუსტრია მიმზიდველობის კუთხით, ბანკები ქვემოდან. ძირითადად ჰაიტეკები უყვართ, ხო? იქით. ცოტა აღმოსავლეთ ის კოსმოსაც ახიან, აქ ნიუ-იორკი და აქეთ ცოტა უფრო შუაში არის. აქეთაც არ ლიდერობს.
იქაც კი ეგრე არის. რატო? იმიტომ რომ ამასაც ბევრი სხვადასხვა ახსნა აქვს, მაგრამ ცოტა boring გახდა banking. მოსაწყენი ერთი და იგივე რაღაცები, ესე ვთქვათ, ხშირად მეორდება, განვითარების შესაძლებლობები გარეთ უფრო ბევრი შეიქმნა, საკუთარ თავის შესაძლებლობები, გამოხატვის შესაძლებლობებიც უკვე სხვაგან შეექმნა ხალხს, თუნდაც პატარა ზომის ბიზნესებში და enjoying-იც, ანუ enjoy უფრო მეტი არის სხვაგან. განსაკუთრებით ახალგაზრდებისთვის. ვიღაცებმა კომფორტ ზონაში რომ აღმოჩნდნენ და კომფორტ ზონაში დარჩნენ და თქვა დიდი ხნის მენეჯერი, მათთვის უბრალოდ ჭირს ბანკიდან წამოსვლა. პრაქტიკულად 5 წელზე მეტი თუ ხარ ბანკში, ფინანსურ ინსტიტუტში ზოგადად და განსაკუთრებით ბანკში, აი მე ძალიან ჭირს. კაი, მაშინ და გისვა კითხოს. რადგანაც მე და შენ ხა HR-თან გაგვივლია ორივეს სხვა კარიდან, მაგრამ ხო გაგვივლია. და ხო არ არის ესეთი მიზეზი, რომ რეალურად ბენკინგი დღეს ანუ ძალიან ბევრი არის თავისი პაკეტის მძევალი, იმიტომ რომ როგორც ბანკები უხდიან თავის მენეჯერებს, ობიექტურად საქართველოში არავინ არ უხდის ეგეთ ფულს. ხო არ არიან მაგის გამო, უბრალოდ არა იმიტომ რომ მოტივირებულები არიან რომ ბანკში იყვნენ. მენეჯმენტზე ეგრეა, მაგრამ სხვა პოზიციებზე არ არის. არ არის. არა. მაგრამ მენეჯმენტზე მეთანხმები, რომ მაინც პაკეტის მძევლობა ძალიან მაღალი დონისა. უყურე რას ვიძახით პაკეტს? თანხას, ხო? ნუ ყველაფერს ხელფას, ბონუს, რავი, ყველაფერი ჯამში. არა, მარტო თანხას, ჯამში, თანხას. მეორე ნაწილია სტატუსური ელემენტი. იძლევა თუ არა ბანკში მუშაობა გარკვეულ სტატუსს. ბანკში როგორც ინსტიტუტში გულისხმობ. ხო. შენ გიკითხები, იძლევა დღეს? ნუ, ადრე უფრო მეტად იძლევა. ხო, შესუსტება. ანუ მაგის რეგრესი მოხდა. გარკვეული რეგრესი მოხდა. ეგეთი პრესტიჟული აღარ არის. ხო, არა მარტო პრესტიჟული, ანუ თქვათ, აი მარტივად რო თქვა, ადრე მშობელი სიამაყით იტყოდა, რომ ჩემი შვილი TBC-ში მუშაობს. ეხლა ანალოგიური სიამაყით შეიძლება თქვას, ჩემი შვილი, არ ვიცი, რაღაც კარგ კომპანიაში მუშაობს. არ მინდა ხა გამომივიდეს. ჩაულებრივ. აღარ არის. ამიტომ გამრავალფერონდა. ანუ სტატუსის ელემენტის დეგრადირება, უბრალოდ რეგრესი მოხდა, დეგრადირებას ვერ ვთქვით, რეგრესი მოხდა, პაკეტებს რაც შეეხება. გარკვეულ პოზიციებზე ბანკებმა დაკარგეს ეს კონკურენტუნარიანობა. გარკვეულ პოზიციებზე ძალიან. ნუ მაგალითად რომელ სფეროს IT-ს გულისხმობ? დეველოპმენტის ნაწილში ცალსახად. მარკეტინგის ნაწილშიც. ხა იგივე მარკეტოლოგებს რო ვეძახით, ხო? ბანკში დიდი გუნდები მუშაობს და იქ ერთის წასვლა, მოსვლა არაფერს არ აკლებს, არ აზიანებს. თან თქო TBC-ში ეს თან agile სისტემა. იქ სხვაგანაც, ანუ ერთის ან ორის და დიდი გუნდი უნდა წავიდეს თლიანად როგორც დაეთყო რა კბილის ამოღებას უნდა დაემსგავსოს რომ ატკივდეს ხო კომენტარი ესეთი არ ხდება და შესაბამისად მარტივად ელევიან ანუ ან გარეთ გააქვთ რაღაცა თემები ბანკებმა უკვე გარეთ გაიტანეს აუთსორსინგს კი ბატონო როგორც ინსტიტუციონალურ დონეზე ანუ კომპანიის დონეზე ანუ სხვა კომპანიებზე თანამშრომლები ისე ინდივიდების დონეზე project manager-ები, დიზაინერები, რა ვიცი, PR-ის ნაწილი, მარკეტოლოგები, რა ბევრი თემა არის, რომელიც შეიძლება არა კონსულტანტებს და იმებს აღარ გულისხმობ. ბევრი გარეთ გავიდა ეხლა. შესაბამისად, იქ ალტერნატიული ისენი შეიქმნა. წონიანი, იქ პაკეტით შეიძლება მაღალიც კონდეს, ის ადამიანი შეიძლება არა მარტო ერთ ბანკს, არამედ 2 და 3-ს ემსახურებოდეს. ბევრი თემები მოხდა, სადაც უკვე კონკრეტულ პოზიციებზე არ არის კონკურენტი.
ეგ საინტერესო იყო. ასევე კორპორატიული ბანკირების დიდი უმრავლესობა აღმოჩნდა დიდი კომპანიების CFO-ები, ფინანსური მენეჯერები. მოდაში შემოვიდა, და შემოვიდა და ეს ყოველთვის ეგრე იყო. ის ნადირობს, კომპანია ნადირობს, პირველი ურჩევნია, რომ ვინც ემსახურებოდა ბანკიდან, ის საიყვანოს ერკვევა ახლიდან. ეგეთი ბევრი CFO CEO-ს გახდა უკვე. უკვე მერე CEO. ეხლა ეს კატეგორიები CEO, CFO, CIO-ებიც და ასე შემდეგ უკვე გახდნენ ოფელი ბანკირები, ელიტა ენტერპრენერები. გადახედოთ ელიტა ენტერპრენერებს შედარებით ახალგაზრდულ კომპანიებში დიდი უმრავლესობა გარკვეული კარიერული გამოცდილებით არის ბანკიდან. იმიტომ რომ ბანკში იქმნებოდა ბიზნესთან შეხება. ეს გარკვეული პლაცდარმი იყო ბიზნესის, ასე ვთქვათ, ბიზნესმენების, პოტენციური ბიზნესმენების სასწავლო არენა იყო. დღეს არ არის, ავიცი, დღეს სხვანაირად. თუმცა ერთ რაღაცა მაინც ბანკების სასარგებლად ეს რაღაცას ვიტყვი. ყოველ შემთხვევაში ბანკების სასარგებლად მეც გეტყვი. რაღაცას ვიტყვი. მე მაინც გონია, რომ ინსტიტუციურად ბანკი როგორც ორგანიზაცია საქართველოში, ეს კომერციული ბანკები, რაც არის წამყვანი ბანკები. ხა მე ესე ახლოს როგორც საქართველოს ბანკს და TBC-ს სხვა ბანკებს უბრალოდ არ ვიცნობ, არა იმიტომ რომ შეხება არ მქონია და არ ვიცნობ. გაიცანი, ბევრი საინტერესოს აღმოაჩინა. არ მქონია შეხება, ამიტომ არ ვიცნობ, მაქედან გამომდინარე, თუმცა მე ბევრისთვის სარეკლამო სააგენტო ვიყავი და ასე ვიცნობ, მაგრამ შიგნით ორგანიზაციულად პროცესები როგორ არის დალაგებული და რაღაცები ეგენი არ ვიცი. უბრალოდ რისი თქმა მინდა, რომ ეგ ორგანიზაციები ყველაზე ახლოს დგანან თავისი კორპორატიული მართვის სისტემებს გულისხმობ და ხანდახან მithქვია კიდევაც, რომ იმაზე რა ქვია, რეალობას მოწყვეტილი არის ამ ორი ბანკის სამშობლო, ანუ საქართველოს რაც არის და ამ ბანკში რომ მოდიხარ სამუშაოს, ამაში რაღაცა იმაზე მოდიხარ რაღაცა კუნძულზე სამუშაო, ანუ მოწყვეტილი ხარ დანარჩენ რეალობას, ანუ დანარჩენ რეალობა უფრო ახლოს არის იმასთან, რაც ხდება და ამ ორგანიზაციებს უფრო წინ წაწეული აქვთ ეს სისტემები და უფრო დასალურ სისტემებს გავს. და ჩემი აზრით, შენ შეფასებაც მაინტერესებს მაგისი, ჩემი აზრით ცოტა ის მართლა რეალობას მოწყვეტილ ორ კუნძულს გავს ეს TBC და საქართველოს ბანკი. შეიძლება იმიტომაც რეგულაცია, ლონდონის საფონდო ბირჟა, იქაური მოთხოვნები, ანუ კომბინაცია არის ფაქტორების, მაგრამ თვითონ შეფასებაში რომ ცოტა ორი კუნძულივით არის მოწყვეტილი რაღაცა მაგაში მომყვები თუ სხვანაირად ხედავ? ხო, მე ეგეთ მოწყვეტილობას ვერ ხედავ, თუმცა დისტანცირების თემა არის, ანუ კუნძულის დონემდე მოწყვეტილობას ვერ ხედავ. იმიტომ რომ გინდა თუ არ გინდა ბანკის ინდუსტრია ვერ მოწყდება რეალობას, იმიტომ აი მალევე იგზნობს კლიენტის ცვლილებას, გაღიზიანებას, მოთხოვნებს და ასე შემდეგ და როგორც რიტეილში ამიტომ გინდა თუ არ გინდა ბიზნესი თუ საქართველოში კეთდება ვერ მოწყდები. სხვა საკითხია, შენ სისტემებით რამდენად დაცილდი, ვთქვათ, დაშორდი სისტემებითაც და მენეჯერული აზროვნებით დაცილდი სხვა დანარჩენს. ხო და მან ხო ეგრე უკვე იქნება ეს გადადინება, გადმოდინებები და აი ეს პროცესი მე მგონი მაგას ავსებს, ანუ თლად კუნძული არ არის. ანუ ეს შეხება სიხშირე ამ თქვათ იგივე გული რაზეც წდება და რატომაც ამბობ რომ დაცილდი, ანუ გაცივდა ურთიერთობა ბანკთან, რაღაცა ადრე სხვანაირი იყო ისინი ბევრს მას მეც მესმის ეს თემები. ადრე ბევრს სწავლობდნენ კომპანიები, კომპანიის მინიმუმ ფინანსური მენეჯერები ბანკთან ურთიერთობით იზრდებოდნენ მართლა აი კვალიფიკაციის როგორც უნივერსიტეტში გაზრდილიყო, ესე ვთქვათ სტრატეგიიდან დაწყებული, დამთავრებული კრიზის მენეჯმენტით, ხო? და ეს თემა აღარ არის. ანუ კონტრიბუტორი თითქოს ბანკი ბიზნესის ზრდისთვის როგორც არა მარტო ფინანსური საპორტერი, ან თქვა დამფინანსებელი პროექტის, არამედ სტრატეგიაში კორექტორი, ხო? აი უკავშირის მიმცემი. ადრე ძალიან ბევრს უჯერებდნენ ბანკირებს სტრატეგიულ არჩევანში. ტოპ მენეჯერებს, თავის უშუალო კორპორატიულ ბანკირებს
მეც მაგალითად ძალიან ხშირად კარგად მახსოვს რა. დიდი კონტრიბუცია არ მინდა ახლა დავასახელო, დიდი კონტრიბუტორი ვარ რაღაც პრინციპულად სტრატეგიული გადაწყვეტილების ცვლილებისა იმ კომპანიაში. კორპორატიულ კლიენტებს გულს. მათ შორის დიდი კომპანიების. იმიტომ რომ ჩვენი რჩევები მათ ჩათვალეს მათი ბიზნესის პროგრესის საფუძვლად. ანუ რატომღაც ეს მიიღეს მაშინ. დღეს ესეთი სიმწვავით უпростоრად რატო გაიზარდა ხალხი? ისენ მათ გაეხსნა, ანუ სხვა არეალები აქვთ უკვე მათ. ჯერ ერთი მათ საშუალო დონის კომპანიის მენეჯმენტს შეუძლია რომ თავისი სტაფი და მენეჯმენტი და თუნდაც CEO და ჩაყოლებული კონკრეტული AI მენეჯერიც გაუშვას აღარ ღირს ისეთი ძვირი გაუშვას და ატრენინგოს და აფინანსოს და ასე შემდეგ. არ არის სავალდებულო რომ ის შეეხოს ბანკს ან დიდ ვთქვათ კონტრაქტორს ან დიდ coach ინდუსტრიას, როგორც ბანკია და ისე ისწავლოს. არ არის, სხვა ალტერნატივები სახლიდანაც ვერ სწავლობ. რატომ ვერ გაბედე ამდენი ხანი? ვერ გადადგი ნაბიჯი? რატომ ვერ უმატებ აჩქარებას და ძალისხმევას? თუ შენ შეძლებ გაიგო ამ კითხვებზე პასუხები, მაშინ შენ შეძლებ დაიწყო შენი ბიზნესი, რომელიც გულით გინდა. ხოლო ამ კითხვებზე პასუხის პოვნაში და გაცნობიერებაში დაგეხმარება საშა კაცმანის აუდიო კურსი 10 ნაბიჯი ბიზნესისკენ. კურსის შესაძენად დაასკანერი QR კოდი ან გადადი ვიდეო აღწერაში მითითებულ მულზე და გაყევი იქ მითითებულ ინსტრუქციებს. შეძენის შემდეგ იმეილზე მოგივა წვდომა ჩანაწერებზე, რომელსაც კომფორტულად მოусმენ ნებისმიერ დროს, ნებისმიერ სიტუაციაში. ჩამოშალე ამ YouTube ვიდეოს აღწერა. მოძებნებ მული, დააჭირე და შეიძინე შემდეგი 20 წუთის განმავლობაში სპეციალურ ფასად. ანუ გაიხსნა რეალურად სამყარო. გაცილებით უფრო დიდად. კი ბატონო. შესაბამისად ბანკის კონტრიბუტორობა ფინანსების მიღმა შემცირდა ამას ამბობში. კი ბატონო. დაახლოებით ეგეთი რაღაც არის, აი ბავშვობიდან რო ხდება, ბავშვისთვის ხო ჯერ მშობელია, რომელსაც უსმენს. მერე იქ შემოდის მასწავლებელი. შეიძლება განსხვავებული რაღაცა უთხრას, ხო, მასწავლებელმა. მერე შემოდის, შეიძლება იყოს სხვა მასწავლებელი, სხვა საგნის. შეიძლება იყოს ცეკვის მასწავლებელი. მე მაგალითად ჭადრაკის მასწავლებელი, ბევრ რამეს მასწავლდა, ასევე თქვა. მერე შემოდის მოძღვარი. ეხლა და ესე ნენელა ეზდება და ერთ-ერთი მერე შემოდის რაღაც კოუჩი, მერე და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ეხლა და მე ანუ რომ რაღაცაზე ყალიბდები, ხო? ესე ყალიბდება ბავშვი, თან იზრდება და ასე შემდეგ და ბიზნესიც ესე არის. ანუ ჯერ ვთქვათ სანდო იმას უსმენს, ვთქვათ პარტნიორს და კონტრიბუტორს და მე აღარ უსმენს მას. რა? ბავშვები თინეიჯერობაში შობას აღარ. შენ ახსენე რომ ძალიან ბევრ კომპანიაში კონტრიბუცია შეგიტანია. აი შენ ძალიან ბევრი ქართველი ენტერპრენიორს იცნო პირადად ჩახედული ხარ ბიზნესში და ასე შემდეგ. არის ქართულ ენტერპრენიორში რაღაც დამახასიათებელი თავის ხელწერა. აი რამეს ესეც ხედავ რაღაც განმასხვავებელს, რაც შეიძლება ითქვას რომ ჩვენი პეცი არის თუ რავი რაღაცნაირად ისა. რანაირები არიან ქართული ენტერპრენიორები? ძალიან საინტერესოები არიან, სხვებთან განსხვავებით. მაგალითად, მე არ ვიცი ხა სუფთა ამერიკაში არ მიცხოვრია ესე და ხშირი ესე შეხება არ მაქვს მათ იქაური ენტერპრენიორებთან, ესე ვთქვათ, უშუალო შეხება, მაგრამ ადაპტაციის მაღალი უნარი გააჩნიათ. ქართულს, ასე ვთქვათ, ბიზნესმენს. ადაპტაციის სწრაფი მორგება იმაზე? ხო, ფლექსიბილიტი ცოტა სხვა. ადაპტაცია, დიახ, ადაპტირება თუნდაც კრიზისთან, ადაპტირება თუნდაც კონკრეტულ რაღაც პრობლემასთან, სწრაფი გადაწყვეტილების მიღება. ან თვალის გასწორება, სწრაფი გადაწყვეტილების მიღება. რაც უარყოფითად შემიძლია თქვა, ხო? ქრესტომატიულ შეცდომებს უშვებენ ძალიან ბევრს. ისეთი რომ დასავლეთში ამდენს არ უშვებენ. ანბანის დონეზე აი ქრესტომატიულ შეცდომებს, რომელიც აი არ უნდა დაუშვა რა. როგორც ჭადრაკში არის ფიგურის დასმას ეძახიან რა, ხშირად ეშლებათ ეს.
სისუფთავე ბიზნესის კეთებაში ნაკლებია. შეიძლება ეს მეორე მხრივ უკეთესიც არის, იმიტომ რომ გარკვეული აზარტში შედიან და აზარტი იწვევს ეგეთ გადაწყვეტილებებში შეცდომებს. მაგრამ აი, რა ვიცი, ისეთ ხანდახან მე მწვენია ხოლმე იმათ გადაწყვეტილებების, რომ ახსენდება ისეთ ეს თქვა რეგვენული გადაწყვეტილება არ არის, მიღებული თქვა გამიზნული გადაწყვეტილება, მაგრამ აი ადამიანს რო ესწავლა, თქვა მესამე კურსზე ელემენტარული მენეჯმენტი ან რაღაცა, ბიზნეს ეთიკა, მაგას არ დაუშვი. მინდა დაუბრუნდე იმ პერიოდს, როცა გურგენიძე იღებს takeover-ს საქართველოს ბანკში, ჩამოყავს ასევე გუნდი და რეალურად იწყებს აგრესიულ retail ექსპანსიას. როგორც იყო რაღაცა Orange Card-ი, საკრიტო ბარათის მასიური გუნდი საიდან ჩამოყავს? უგონი საქართველოსდან? ხო, ირაკლიც ჩამოვიდა იმიდან, მაშინ ირლანდიაში იყო თუ ხო, ანუ რაღაცნაირი ესეც ახაცა ორი კაცი ჩამოვიდა და აქ. ხო და რა მაინტერესებს, მერე დაიწყეს აქტიურად სხვა ადამიანების მოძიება ასევე და ესეთი აგრესიული, მოდი ესე ვთქვათ, შევარდნა რიტეილის ბაზარზე. მე მაშინ სააგენტოს ხარეს ვიყავი და მაქედან ვაკვირდებოდი მე საბანკო სექტორთან სხვა შეხება ჯერ არ მქონია. რა გადაწყვეტილება მიიღებთ? ანუ ასე ჩანდა გარედან, რომ ამ ომში გაყევით. და თქვენც დაიწყეთ ძალიან აქტიურად, მოდი ესე ვთქვათ, ექსპანსია, რებრენდინგი გაკეთა, ის რაღაცა ფილიალები შეიცვალა, ანუ საკმაოდ ბევრი რაღაცა, ანუ რა იყო, ეგ იყო რეალურად ის მთავარი, როგორ ვთქვა, ზარი, სადაც თქვენ მიიღეთ საბოლოოდ გადაწყვეტილება. არა, მაგას ესე ვერ ვიტყოდი, ანუ გინდა თუ არა მაგ ცვლილებებმა გამოიწვია TBC-ის, თქვათ, მიდევნება, ესე ვერ ვიტყოდი. TBC-ის ერთ-ერთი, თქვათ, ასევე კულტურული ისა აქვს თვისება, რომ სანამ არ დახვეწავს, ანუ გვიან იჩინა თავით, მაგრამ უცბად ხო გამონათდა ახალი სტანდარტი. მანამდე იყო დაწყებული ეს, იმიტომ რომ მანამდეც აშკარად ჩანდა, რომ რიტეილი არის მომავალი, ანუ თქვათ დაწყებული ასე ვთქვათ საშუალო კლასი ზოგადად ბანკისთვის არის ყველაზე მისაღები რიტეილის. უბრალოდ იმხელა იმ ზომით ვერ გაიზარდა საქართველოში დემოგრაფიის თუ სხვა ფაქტორების გამო, რომ ვთქვათ ძალიან დიდი მოცულობის იყოს და საკმარისი თუნდაც ორი ბანკისთვის არ არის საკმარისი. ანუ ადრე იყო ეს დაწყებული, მაგრამ ამან აქსელერაცია გაუკეთა. აქსელერაცია გაუკეთა, რა თქმა უნდა, და ბევრი რაღაცაში, სადაც მიმბაძველური ელემენტები იყო, იქ თუ შევედით, რაღაცები მახსოვს, მაგრამ მაინც და მაინც ბევრი ესეთი არ იყო. თუ შევედით, იქ კარგი არაფერი მომხდარა მიმბაძვის ამბავში. მაგალითად, კარგად მახსოვს, რაღაცა საახალწლო კლიპები იყო, ცოტა გახსოვს ხო ეს რაღაცა ცეკვები იმასთან, რა ქვია, თოვლის პაპასთან. და იქ გოგონას ეცვა ნაჟვარდისფერი და იმას ისფერი, ნარინჯისფერი. და საზოგადოებამ ეს ფანად მიიღო, მაგრამ გრძელვადიანი შედეგი TBC-ისთვის იყო უკეთესი ვიდრე საქართველოს ბანკისთვის. ის იყო რაღაცა ცინიზმის, თქვათ, შემდეგ მე შეიცვალა, ანუ თქვათ, გარკვეული, თქვათ, არ ვიცი, აი წარმოიდგინეთ, რაც იყო გამიზნული, ხო? როგორც იყო. მაგრამ TBC-ისთვის ამან კარგად იმუშავა. ეს გოგო უფრო კარგად ცეკვავდა. პროფესიონალურად ცეკვავდა. ანუ რომელიც TBC-ის ფორმაში იყო. ესე მახსოვს და საინტერესო პერსპექტივა. და მიიღეს, ანუ უფრო ეს კარგად ცეკვავდა და რაღაც ეს თქვათ, ეს დაცინვის ელემენტი ჩვენმა მომხმარებელმა არ მიიღო ცუდად. არ მიიღო. პირიქით. ამიტომ ამ დროს შევსულიყავით ეგეთ ტიპის, ან თუ ამას გულისხმობს ეგ, მაგრამ ის სტრატეგიული გადაწყვეტილება საცალო ბიზნესში, რიტეილების სტანდარტიზაცია, თქვათ, იგივე სესხის გაცემის გამარტივების პროცესები, დიჯიტალიზაცია, ბრენდ მესიჯები და ასე შემდეგ, ეს კი ბატონო, აქსელერაცია გამოიწვია და ძალიან დიდი იმით ლადოსკონ დიდი დამსახურება მაგნაცებში, არა მარტო TBC-სთან მიმართებით, ზოგადად საბანკო სისტემაში, იმიტომ რომ
ეს ყოფილი სახელმწიფო ბანკი იყო, მან ადვილი გასაკეთებელი ესენი არ იყო. არა. პატარა ბანკში გაცილებით ადვილად შეგიძლია ამის გაკეთება, იმიტომ რომ იქ სხვა მონაცემები გაქვს, ვიდრე ყოფილ სახელმწიფო ბანკში. საკმაოდ დარწმუნებული ვარ, დიდი ტრანსფორმაცია მოუწია ლადოს გუნდის კეთებას, ხა არ იყო ადვილი ხმა. ჩემი აზრით ქირურგიულიც ბევრი იყო, მაგრამ არ ვიცი იქ რა სტრატეგიული გადაწყვეტილება რას ეფუძნებოდა, მაგრამ შედეგით ეგრე არის. შედეგით ეგრეა. იცი რა მაინტერესებს, ერთადერთი ესეთ რაღაცას კითხავ. ბანკის ხო, აი რაღაცნაირად ვერ ხო და გადავალე ხა, ალბათ ეს იყო, რომ ახარა ვარ ბანკში დიდი ხანია. სხვადასხვა ეს მოუწყვდი კიდევაც, არა, მაგ შეხებები. შენ ბანკში ხა, ნუ რა როლში ხარ? არა ვარ, აქციონერის როლში ვარ. აქციონერის როლში. მაგრამ აქციონერთა ბორდის წევრი ხარ? დაზღვევის ბორდში ვარ. დაზღვევის ბორდში. ბანკის არა? არა. ბანკში ძირითადად საერთაშორისო დამოუკიდებელი ბორდის დირექტორები. ეხა კითხვა მაქვს შენთან ეგეთი. შენ არაერთხელ ორჯერ გაქვს ნახსენები ჩემთან საუბრებში, რომ ჩემთვის აი აშენება არის საინტერესო რაღაცა ფაზის შექმნაო, მე ჩემი საქმე არ არისო, იმის დახვეწაო რა, რაც შეიქმნაო და ამ დროს TBC-ში კაი ხანი იყავი, აი ანუ დაზღვევაში ეგრე მოხდა, ანუ შენ სტარტაპი დაზღვევა აიღე GPI, ანუ შეაყენე რელსებზე, ესე რომ დავარქვათ გლეხურად, მე TBC-ის დაზღვევის кейსი ქონდა, იგას რელსზე დააყენე TBC 0-დან დაზღვევას გულისხმობ. კი ბატონო. და ეს სტარტაპული პროექტები იყო და მანდ მე მთხოვა ეგ აზრი, რომ მივიყვანე, მაგრამ ბანკში შენ კაი 30 წელი მიყევი მაგას და აი მანდ როგორ განხორციელდა შენ? არა, ბანკში ყურე ბანკი რახან დიდი იყო, იქ სხვადასხვა წარმოიდგინე ბანკი დიდი სასახლეა და სხვადასხვა დარბაზებია მოსაწყობი. ზოგი სტრატეგიის ნაწილში, ზოგი HR-ის ნაწილში, ზოგი ტექნოლოგიის ნაწილში, ზოგი საერთაშორისო ურთიერთობის ნაწილში, ზოგი კორპორატული კულტურის ნაწილში და ასე შემდეგ. და იქ ბევრი დარბაზებია გასარემონტებელი, ანუ ვთქვათ, ან ასაშენებელი. და როგორც კი, ანუ იქ დიდი ხანი ჭირდება და ამიტომაც, ანუ სადაც მივხვდი, რომ მე უკვე კონტრიბუტორი აღარა ვარ, როგორც ვთქვათ, გნებავთ ინოვაციის, გნებავთ რეკრუტმენტის, გნებავთ კულტურის ნაწილში, იქ ამოწურულად გძნობ თავს ხოლმე. ესეა თუ პროსტა ის რა ქვია? არა, ესეა. სადღაც მე ვიგრძენი, რომ იქ უკვე სხვაგან უფრო მეტი შესაძლებლობების გამოვლენა შემიძლია, ვიდრე ბანკში. აი, მაშინ ვერ ვითქვი, პირდაპირ ვარ გითხრა, ის ხო არ არის ასევე ფაქტორი, რომ საკმარისად დიდარი ადამიანი ხარ და უკვე ცოტა წამობერდი კიდევაც და ეგეც გეზარებ. არა, ეგ რომ მომხდარიყო, სხვა რაღაცებს პარალელურად არ დავიწყებდი და თქვათ, ეხა უკვე პორტფელიური ინვესტორის როლში ვარ, ან ყოველდღიური მენეჯერული გადაწყვეტილებები არ მიხდება. აღარ გინდა ამის კეთება, მოკლედ, ამ ეტაპზე შენ ცხოვრების. ასე მესპინება რა. უბრალოდ აღარ გინდა. და შეიძლება დაიღალე კიდეც. და შეიძლება სხვაებიც უკვე უკეთესებიც არიან ამაში კონკრეტულად. კი ბატონო. ხო შეიძლება ეგეც დაუშვათ, რა. ანუ ვინც ეგ მაგ როლში უნდა იყოს, მე ჩემ ბიზნესებისთვის, სხვა ტიპის ბიზნესებისთვის უკვე სხვას მოვიაზრებ ვიდრე ჩემ თავს. თუმცა შეიძლება იყოს აღმოჩნდეს რაღაც დროს ისეთი ბიზნესი, რომელიც ძალიან დამაინტერესებს თავის პროფილით, თავის იმით, სადაც ასევე ვთქვათ, განვითარების დონემდე აიყვან და მე იქ ვიღაცა ოპერაციული მენეჯერი უნდა. სხვადასხვა მე მინდა დაზღვევაზე პირადად გითხრა, მე ძალიან მომხვდა თვალში, მე მგონია შენი ინიციატივა იყო, რომ შენ TBC დაზღვევაში მენტალური ჯანმრთელობა შემოიტანე ფიზიკურ ჯანმრთელობასთან ერთად დააყენე ერთ სიფრთხეში. ზოგადად ამისთვის მადლობა პირადად ჩემგან, რომ დიდი რეზონანსი ქონდა მაგას კი. არა მგონია მხოლოდ ჩემი იყოს იდეა, არა იდეა ვიღაცა მოიტანა და კარგად ვერ ვიხსენებ ვინ. ჩვენმა HR-თან იყო და მოკლედ იდეა სადღაცა იყო მომწიფებული, თუმცა ამ იდეას განხორციელების საშუალება მივეცი და სწრაფადვე ავიტაცი, რომ ეს კარგი რამეა და აუცილებელია. ასევე ბანკიდან გადმოსულ ხოთზე იყავი და ეს რედმედი, ანუ დიჯიტალიზაციაც სწრაფად ეს იმდენად,
ეს იმდენად სავალდებულო კი არა, მასთ რაღაცა ანუ ეგეთი ტექნოლოგიური ინოვაციების გარეშე გნება დაზღვევაში, გნება ბანკში, უბრალოდ ვერ შეძლებ კონკურენტულ იმას. ამიტომ ეს ერთ-ერთი ძიების, ერთ-ერთი გამოხატულება იყო. მაინც ვერ ვითფენ შენთან რა დავსვა ეგეთი კითხვა. ბანკინგი, საბანკო სერვისების მიღება გახდა საქართველოში commodity. ანუ გახდა ყველაზე გავრცელებული ალბათ, ანუ იყო რაღაც დროს რაღაცა საბანკო არამიმზიდველი სეგმენტის და ის კი გააბანკინგეს. არაფერი აღარ დარჩა მე მგონი დღეს მის ბანკინგში აღარ არის. და რატო ვერ ხდება დაზღვევა commodity-თან? რატო ხდება, რატო რჩება დაზღვევა როგორც ბიზნესი ნიშურ მოთამაშედ ვერ ეხავს ამ მენტალიტეტს, რომ დაზღვევა არის ვიღაცებისთვის, მდიდრებისთვის, თუ ასეთებისთვის, თუ ისეთების, რაღაცნაირებისთვის, მაგრამ არა ჩემთვის. აი მაინც ხა აი რეტროსპექტიულად კითხავ მაგ კითხვას. ისი აღარ არის როგორც 10 წლის წინ და უფრო მეტად აღარ არის ვიდრე 20 წლის წინ. მაგრამ დაზღვევა ყოველდღიური შეხების ბიზნესი და ასე ვთქვათ ფინანსური ინსტიტუტი არ არის. აი ეს არის რომ შევედი და კომუნალურები ანუ ხშირი შეხების თემა არ აქვს. ამიტომაც მან ძალიან დიდი ხანი გჭირდება რომ მიხვდე მისი კონტრიბუცია და ბენეფიტები შენ ცხოვრებას. მაგალითად ჯანდაცვის და ჯანმრთელობის დაზღვევას რო ვეძახით, ხო? ეს არის მოხმარებადი, ეგ არც არის დაზღვევა, ასე ვთქვით, პირდაპირ დავარქვა თავის სახელს, სრულიად განსხვავებულია. მან თუ 100 ლარს იხდი ამ დაზღვევაში, ან შენ და იცი ან შენი დამქირავებელი იხდის 100 ლარს, მოინდომებ რომ 105 ლარის წამალი თუ რაღაცა მოიხმარო, რომ მეტი მოიხმარო ვიდრე იხდი. ანუ ეგ მოხმარებადი რაღაცა. რასაც არ არის მანქანას ტყუილად ხوار დალეწავ რომ რაც ის უკვე სადაც შემოდის შემთხვევითობები და ალბათობები რა. აი სწორედ შემოსავლიანობის, დაბალი შემოსავლიანობის გამოვლინება საშუალო კლასი რო არ არის, სწორედ გამოვლინება ეგ, რომ დაზღვევასთან, ესე ვთქვათ, მწყრალად არის საზოგადოება. მწყრალად არ არის, მაგრამ ისე არ არის, როგორც დასავლეთში. დასავლეთში ვთქვათ, საშუალო დონის სადღაც 3.5-4% არის GDP-ში, ერთობლივ პროდუქტში სადაზღვევო პასარი. საქართველოში ეს არის 0.7-დან 0.9-მდე, 1%-საც ვერ მიაუკაკუნა. ანუ პოტენციალი არის 3.5-ჯერ 4-ჯერ გაიზარდოს. არ ვსაუბრობ ჰოლანდიის და ნიდერლანდების. სადაც სხვათა შორის რო იცოდეთ, შენთვის არ ვიცი ეს ცნობილია თუ არა, იქ პირიქით არის სადაზღვევო კომპანიები ფლობენ ბანკებს. ING, ალიანსი, ესე უდიდესი სადაზღვევო კონგლომერატები არიან, რომელიც ძირითადად სიცოცხლის დაზღვევის პროდუქტით გრძელი ფული უჭირავთ, ძალიან დიდი ფინანსური მათი შემოსავლიანობა სადაზღვევო ხდომილებებით ნაკლებად არის. ძირითადად ფინანსური აქტივობით არის. ამიტომაც მაგდონეზე, ესე ვთქვათ, მაგრამ მაგდონეზე არ მისულა დაზღვევა, მაგრამ ნელ-ნელა იკრებს. არის 0.02% იყო GDP-ს, მე რო GPI-ში CEO ვიყავ 2001-დან 0.2-0.3. ეხლა გაორმაგებულია, მაგრამ 0.7-ია, 0.8, კაი, 1%. კამდე ჯერ კიდე დაბალი მოჩვენა. კი ბატონო, ჯერ კიდე პენეტრაციას ბანკინგში მე არ მინახავს, აი ბავშვებსაც კი პლასტიკური ბარათი უდევთ. ან მობაილ ბანკი აქვთ. ანუ ბანკინგში პენეტრაცია თითქმის 100%-ია, თითქმის. იქ მეტი ვეღარაფერს ვერ იზავ. დახვეწა პროდუქტის, როგორც შენ თქვი, commodity და ასე შემდეგ. მაგრამ კორპორატიულ ბანკინგში ეგრე არ არის. კორპორატიულ ბანკინგში ბევრი შესაძლებლობებია კიდევ ბევრი. დაზღვევის ნაწილში მხოლოდ 9%-ია, 8.5%-ია მანქანების დაზღვეული. მანქანები, სადაც ყველაზე მეტად პური და ყველის დონის დაზღვევა უნდა იყოს, სადაც ყველაზე მეტი საჭიროებაა, ყველაზე მეტი ხიფათი და ასე შემდეგ. ზედამხედველობას თავი დავანოთ, რეგულაციების ნაწილში ან სავალდებულობის ნაწილში პრაქტიკულად არაფერი არ არის. დასავლეთში და არა მარტო დასავლეთში, ზოგიერთ აზიის ქვეყანაში სავალდებულო ტიპის დაზღვევები ძალიან ბევრია. სავალდებულობა მე თვითონაც არ მომწონს და არც თანხმები ბევრ რაღაცას, მაგრამ
თქვათ ძალიან ბევრი კომფორტის მიცემა შეუძლია ელემენტარულად დაზღვევის პენეტრაციის დას მთლიანად საზოგადოებისთვის. მაგალითად, სოფლის მეურნეობის დაზღვა ერთ-ერთი ყველაზე რისკიანია. მაგრამ ყველაზე ძვირია. დაახლოებით 10%-მდე არის მოსავლის ღირებულების თუ რაღაც მოხდა. მაგრამ დაზღვეული არის 1-დან 3%-მდე. წარმოიდგინეთ, ეს ფასი როგორ შემცირდება, თუ დაზღვევის რაოდენობა გაიზრდება, ანუ ფერმერისთვის 10 ჯერ რო გაიზარდოს, განახევრდება ყველასთვის ფასი. და რაც უკვე მისცემს შესაძლებლობას, რომ იმ ფასად დააზღვე. სიცოცხლის დაზღვევა. ძირითადად მაინც სესხებთან დაკავშირებულია, იმიტომ რომ ძირითადი ბენეფიტი სავალდებულოა იქ. სავალდებულოა სესხის გამცემისთვის, ხო. ხო. თუმცა იქაც არის კიდე რაღაც ელემენტები, როცა უარ შეუძლია თქვას, თუმცა ძირითადად ეს არის. მაგრამ დღეს სიცოცხლის დაზღვევა არასაკრედიტო სიცოცხლის დაზღვევა ერთ-ერთ ყველაზე დიდი არის. ანუ დიდი რა, თქვათ, პენეტრაცია იზრდება ამას ვიზახდებ. მაგრამ მისი შესაძლებლობა 2-0 უნდა მიუმატო. რაც იმდენად ცოტაა, არ შეგიკითხები, მაგრამ მაინც შენს გარშემო რომ მოიკითხო, ალბათ 10-დან 1 თუ არის დაზღვეული სიცოცხლის. არის თუ არა ეს უპასუხისმგებლობა? არ არის უპასუხისმგებლობა, მაგრამ ვერ, ანუ აღქმადობა სანამ ეს არ მოხდება, ხა რას ქვია სანამ ეს არ მოხდება, ხო? ანუ ვიღაცაზე ხო მოხდა? მისი ესე ვთქვათ, გატრენდება არ მოხდა. და მისი კულტურაში გადასვლა არ მოხდა, რომ მისმა მემკვიდრემ მიიღო ის, რომ ვთქვათ, არ დარჩა მე რომ ჩემი ცნობის მოყარეობა ამოვწურო ბანკთან დაკავშირებით, არა ბანკზე კითხავ, არამედ ერთ-ერთ სისტემაზე კითხავ, რომელზეც მაინც დამჩა ეს განცდა, რომ ეს კითხვა არ დავსვი. რამდენად გაამართლა agile-ის სტრუქტურის შემოტანა? ანუ რა, მოდი ესე ვთქვათ, რა დაწერა პოზიტივში და რა leftover-ი, ანუ რა თავისი უკვე ეფექტი დატოვა, იმიტომ რომ ეგეთი ორგანიზაცია მე საქართველოში მეორე არ ვიცი და არ ვიცი მეორე ვის კითხო პაატას გარდა ეს კითხვა ამ ქვეყანაში, იმიტომ რომ რეალურად agile-ის დამკვიდრება იყო თქვენი გადაწყვეტილება, მაინტერესებს ეგეც რატო გადაწყვეტეთ ამის გაკეთება და რა მიმუშავა agile-ში შენი გადმოსახედიდან და რა არ იმუშავა? ნებისმიერი სიახლე გამოირჩევა, ასე ვთქვათ, სხვადასხვა, აი ახალ კერძს რო აკეთებს ადამიანს, ვიღაც შეფი, იმასაც ბევრი შეცდომები პირველი მაშინ, მაგრამ როცა დაიხვეწება და უკვე კარგად აკეთებს იმას და გასტანდარტიზირდება, მერე კარგი გამოდის, გემოდსაც კარგად დასვა. ასეთივეა agile-ის, როცა ანუ ცდილობ, რომ უფრო მეტად ეფექტური იყოს გადაწყვეტილების მიღების პროცესი, ფოკუსირებული იყოს სტრატეგიულ მიზნებზე. სწრაფად ხორციელდება, ხო, ასე ვთქვათ, დანერგვის ისწრაფე იყო ეს მაღალი და თვითონ ხარისხი ამ გადაწყვეტილების, მაგრამ თემა არის უფრო ცოტა სხვაგან. როდესაც შენ არ ახარ agile კომპანია და ამას იწყებ, აზროვნებით გულისხმობ agile არა, სტრუქტურულად არ ახარ ჩამოვიდა. სტრუქტურულადაც არ ახარ. აზროვნებით, რა ვიცი, ქართველებს ძალიან შეგვიძლია ძალიან ადაპტირებოდი და ძალიან ისე ვთქვათ, ტრენდული გავხდეთ უცბად. თუმცა, ხო, ვიღაცები, რომლებიც 10 წელია მუშაობენ ფუნქციონალურ სტრუქტურაში და იმის იქით და გახედვა არ უნდათ, მათთვის ძნელია. მიმღებლობაც არ იყო დასაწყისში ისეთი შიგნით, თანამშრომლებზე ვლაპარაკობ. ეს თავიდანვე იყო ეგრე კონსულტანტების გეუბნებოდი, რომ ყოველთვის ესე იქნება. ნუ ყველა ცვლილებას მოსდევს ალბათ. ხო, აი agile-ის განსაკუთრებით, იმიტომ რომ თავისი როლის გამოკვეთა და სტატუსის ის უკვე agile სისტემაში ისეთი მკაფიო აღარ არის. როგორც ადრე. ასე ვთქვათ, მიკროფეოდალები რო არიან განყოფილების უფროსი და რაღაც ასე ვთქვათ, მენეჯერ ფეოდალები, ხო, თავისი ზონაში. ესეთი რამე აღარ არის. მაგრამ სამაგიეროდ არის მოთხოვნა შენი თავის რაც შეიძლება მაქსიმალურ რეალიზებაში. იმიტომ რომ სხვანაირად იქ არ გამოვა.
რა მიმუშავა კარგად და ეხა მე აღარ კარგა ხანია ბანკის ყოველდღიური მენეჯმენტი და წამოსული ვარ, მაგრამ გარედან თუ შევხედავთ რესურსების ოპტიმიზაცია მოხდა. მაგრამ იმოქმედა თუ არა ამან გადაწყვეტილებების ეფექტურობის გაზრდაზე ან სისწრაფეზე, ამას რატომღაც გარედან ისეთი მკაფიოდ არ ჩანს. იმიტომ რომ ცოტა თუ უარყოფით ნაწილზე ვილაპარაკავთ, იქ ადრე თუ იყო ვიღაცა ადამიანი ან პოზიცია, რომელსაც მოეთხოვებდა კონკრეტულ რაღაცაზე პასუხისმგებლობის აღება, ეხლა ცოტა ეს ვთქვათ, სადღაც არის ათქვეფილი ეს პასუხისმგებლობა. აი ამ ნაწილში ცოტა კი არა საკმარისად დიდი პრობლემებია. ანუ რაღაცა პრობლემა აქვს კლიენტს, თუნდაც კორპორატულს და რიტეილს, კონკრეტული პასუხისმგებელი არ ჩანს. ხშირად ეს გარედან ჩანს, ესე. ან რაღაცა საპროექტო ტიპის ის გაქვს ბანკთან. ბანკთან არა, სხვასთანაც შეიძლება იყოს, მაგრამ ამ შემთხვევაში ბანკზე ვსაუბრობ. რაღაცა გაქვს დასანერგი შენ კომპანიაში. აი ძალიან ბევრ ადამიანთან გიხდება სათითაოდ გავლა. ხო? ეს უარყოფითი რაღაცები აქვს. ადრე როცა ერთ ადამიანთან გადა, ის მერე აგვარებდა, ხო? ხო არ გახდა ორგანიზაცია რეალურად არა სრულყოფილად agile, ჰიბრიდული, ანუ ხო არ გახდა მე ვფიქრობ სრულად agile-ს დღეს ვერ დავარქმევთ ვერც ერთ ორგანიზაციას, ვერც ერთს და განსაკუთრებით ვერც ერთ ისეთ ორგანიზაციას, რომელიც ადრე არ იყო. და თუ დასაწყისშივე სტარტაპის დონიდან agile-ური სტრუქტურა დაიწყო, იქ შეიძლება ვილაპარაკოთ. დანარჩენ შემთხვევაში, ყველა შემთხვევაში მე ვცნობ, რომ ეს მაინც ჰიბრიდულია. ჰიბრიდული. კი. იცი რა მითხარი? რაც არ უნდა ილაპარაკონ, რომ სრულად agile. სრულად agile. არ გამოდის. კაცმანის პოდკასტის გუნდს ყავს გუნდის წევრი. ეს არის მძღოლი, რომელიც ემსახურება პოდკასტს და მისი სამუშაო მანქანა. მე ვარჩევ მანქანას ძალიან ფრთხილად და ყურადღებით. მე მიყვარს მანქანები, ამიტომ მაქვს რაღაც კრიტერიუმები, რომელთაც ვარჩევ მანქანას. შერჩევაში პირადად მე ვიღებ მონაწილეობას. მანქანა უნდა იყოს თანამედროვე, ლამაზი დიზაინი, ტექნოლოგიურად განვითარებული, ყველგან მავალი, უნდა კონდეს კარგი ხმა. ამ კრიტერიუმებს, რომელიც მე მაქვს მანქანასთან მიმართებაში, დღეს ყველაზე კარგად აკმაყოფილებს Mitsubishi Outlander-ი. ამიტომაც დღეს კაცმანის პოდკასტს ემსახურება Mitsubishi Outlander-ი და არის ჩვენი პოდკასტის სპონსორი. ხო, იმიტომ რომ რაღაც DNM-ი ცოტა სხვანაირად, როგორც მანქანებს უჭირთ, ეხა ელექტრომანქანების სტრატეგიამ ხო ხედავ რამდენ კომპანიას გაუჭირდა, რატო? იმიტომ რომ ბუნებით არ არიან ელექტრო მანქანების წარმოებლები და ნუ რავი რა ის არ ჩაუვარდა Porsche-ს იმას, ანუ დღეს ყველას პრობლემა აქვს ადაპტაციასთან ელექტრომანქანის, იმიტომ რომ ის ვინც დაიბადა ელექტრო. კი. მაინც სხვანაირი აზროვნებით არის, იმიტომ რომ დივაისებს უშვებენ ბორბლებზე და ესენი უშვებენ მანქანებს, რომელსაც ბატარეა უდგას. სხვადასხვა მენტალიტეტია რა. კი ბატონო. იცი რა მაინტერესებს? აი ხა შენ მოყვი ძალიან საინტერესო ისტორია, შეთანხმება, შენ რომ მენეჯმენტი იყავი და მაშინ დამფუძნებლად მოვინე და ბანკის გაკეთება გვინდაო. ეგ იყო 35 წლის წინ, ხო და ახლად. 93. ხო, ეხა რა მითხარი, იცი? ეხა შენ რო ხარ დამფუძნებელი. ჯერ პირველ რიგში მითხარი როგორ არჩევ სფეროს, ანუ როგორ დამფუძნებელი, საინტერესო არის რა კრიტერიუმებით არჩევ ზოგადად სფეროს და როგორ ირჩევ მენეჯმენტს, აი ხა უკვე სხვა როლში ხარ, ხო? ანუ სხვა როლში ხარ და ეხა შენ კი რა მენეჯმენტს, ხო? თუ ჩემზე დამოკიდებული მენეჯმენტის არჩევა თუ მე ანუ თუ საუბრობთ საქართველოში ადრე დაწყებულ სტარტაპებზე, რომელსაც დღეს უკვე დაღვინებული მენეჯმენტი მართავს ყველგან და გავიხსენო ესენი როგორ იყვნენ მოწვეული, ძირითადად მათთან უკვე მქონდა საქმიანი შეხედვი. შენ ბანკის დროს დაიწყე სტარტაპები? პარალელურად იყო, კი. მოსულა იყო, ანუ იმიტომ რომ შენ ტოპ მენეჯერი იყავი. არა, მე ძირითადად ვიყავი საპორტერი, ფინანსური, ანუ ხო, ინტერესთა კონფლიქტში არ უნდა ჩავარდნილიყავი და დღემდე ეს კომპანიები მაგალითად TBC-ში წესს ვერ იღებენ და ბევრი შეზღუდვები. შენ როგორც ინსაიდერი არ შეიძლება. ანუ სხვაგან იღებენ.
სადაც უკეთეს პირობებს მისცემენ. კონკურენტულ პირობებში. კონკურენტულ პირობებში. არა, დასაწყისში ეს იყო გართობის, სადაც დიდ დროს არ უთმობდი. მაგრამ ამასობაში თამაში და ეს ამათთან ძირითადად ჩემი ყოფილი სტუდენტები, რომც ან ესემელი ან სხვაგან თაც რაღაც საბანკო იმაშიც ჰქონდათ გამოცდილება ან სხვაგანაც და უკვე ვიცოდი რომ ჯობ ლავერი იმ ინდუსტრიაში იყვნენ. ანუ რაღაც გარკვეული გამოცდილება საქმიანი ურთიერთობების ხო და მათვე აი შეთანხმებას არ ჭირდებოდა ერთ-ერთი შეთანხმება ძალიან მთავარია რომ შენ ფულს არ ჩადებ ფინანსურ ფანდინგის ნაწილს მოგიგვარებ, სტრატეგია იყოს დაცული, ამ პროფილიდან არ გახვიდე და შენ თვითონ გახდი მესაკუთრე და გახდი პატარა მესაკუთრე და მე გაიზარდე თუ იმის და მიხედვით თუ ბიზნესი გაიზარდა. ამან ზოგიერთ ძირითადად იმუშავა, ამან ამიდგომა ძირითადად იმუშავა და დანარჩენ ნაწილში ახლა თუ სტრატეგიული გადაწყვეტილების შეცდომები იყო, მაგას ახლა ესე მათ ვერ ვიტყვი, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ბიზნესი საქართველოში არ არის. გასართობი ბიზნესებს თუ არ გულისხმობთ ახლა პირველი გასართობი იყო მისტერ მასტერი, მაგრამ კარგად მახსოვს, ახალგადასული ვარ სახლში და ჩემი ცოლი ხან ეს გაფუჭდა და დავფიქრდი ელემენტარულად ეს პრობლემა როგორ გვარდება უცხოეთში. და უბრალოდ მოვნახე რომ პატარა ზომის ქალაქებშიც კი არის ამის ორგანიზებული კომპანიის დონეზე და კოლ-ცენტრის და ასე შემდეგ. ხა ეს სხვა თემა იყო, რამ გამოიწვია მაგის მოგცა ინსპირაციასაც ვერ ვიტყოდი ეს ციცული, მაგრამ დავინახე ამისი საჭიროება. თოთაშორის ნათლიაც ბრენდის მე ჟარგონულად მომაფიქრდა ეს და ის. მაგრამ მე ხა მას დაუპირისპირე იგივე ბიზნესში კლიენტებს, იგივე ბიზნესში ოღონდ სხვანაირი მოდელით პროფი. შემდეგ უძრავი ქონების კომპანიაც ესეთი დავინახე შესაძლებლობები არის. მე უკვე ფიტნეს კლუბი, რომელიც უკვე სრულად თავის რეალიზაციაზე დგას და გაფართოების ეტაპზეა. მაგრამ ყველგან ჩანს რომ საქართველოში ნებისმიერი საერთოდ მოწყვეტილი იდეას არ ვლაპარაკობ. ნებისმიერი უკვე არსებული ბიზნესების რეპლიკაციები თუ კარგად აკეთებ ამას და ასე ვთქვათ ბიზნეს ჰიგიენით აკეთებ, ბიზნესაც ჰიგიენა ჭირდება. და იცავ გარკვეულ სტანდარტებს ყველგან შესაძლებლობა მაღალია. უბრალოდ პატარა ბაზა. კლუბში იგულისხმა ხა ოქტოპუსი, მაინც მაყურებელმა შეიძლება არ იცოდეს. იცი რა მითხარი? დღეისობით აი ამ პოზიციაში რაშიც ხარ? კომფორტულად გრძნობ თავს? რა ნაწილში კომფორტულად? აი როგორც ინვესტორი, აი ეხა ხო ინვესტორის კამზაზე ხარ, მეწივა. დიახ, მაგრამ კომფორტის რა ნაწილში? აი, დროის დანახარჯების ნაწილში. ხო, როლიდან გამომდინარე, დროსთან. არა, ეს როლი ანუ ყოველდღიური სტრეს გავეცალე თქო, ამიტომ არ წამოსულა მენეჯმენტიდან. ანუ სტრესები სხვაგანაც შეგხვდება, მაგრამ და სხვადასხვა დოზის და იმის, მაგრამ უბრალოდ გარემოს ცვლილება ხანდახან ხშირ მოგინდება და ეს გარემოს ცვლილება არა მარტო რომ ეხა გადახვიდე ენტერპრენერის როლში, არამედ ახალი რაღაცა აკეთო. ჩემთვის განსაკუთრებით ის არის ახლა უკვე პორტფელური ფასიან ქაღალდების ბაზარზე პორტფელური ინვესტორის ფაზაში ვარ ეხლა ძალიან მეინტერესება ეგ. იცი რა მითხარი, ეგ მნიშვნელოვანია ჩემთვის. როგორც ხვდები, შენ კლასიკურად CEO, ანუ შენ CEO/მეწარმეს ეძებ, ხო? ეგ ტიპს ეძებ, ანუ რა კრიტერიუმით ჩემ ბიზნესებში რომ დიახ, არა, კრიტერიუმი ეგ არ არის. ეგ არის, ანუ მაგის გარეშე არ მგონია რომ ეგ სწორია. და მისი ერთ-ერთი კარგი გამოხატულება არა მარტო CEO-ს დონეზე, თიმის, მთელი გუნდის რომ გრძელვადიანად თუ ხედავ რომ ეს გრძელვადიანი ბიზნესია და არა 2-3 წელიწადში ქმნი იმისათვის რომ გაყიდო. თუმცა ესეთიც არის. აქ შემთხვევაში სრულად სხვანაირი მენეჯმენტი უნდა. გაიგეთები ეგეთი ბიზნესი ეგზიტისთვის. აი ეგზიტი რო ქონდა არ მინდა დავასახელო. კი. ოკეი.
არა, მე არ ვთხოვ დასახელებას, მაგრამ ქონია ეგეთი, რაც ხო, აშეხებები არის, რა თქმა უნდა, ესეთიც გაქვს და ესეთ, მაგრამ სადაც ხედავ, რომ ეს უნდა იყოს fun, enjoyable, რაღაცა ესეთი გაერთო და ასე შემდეგ, თან იზრდებოდეს და თან რაღაცა შენც რაღაცა სიამოვნება მიიღო, მაგ შემთხვევაში გრძელვადიან მენეჯმენტს, რომელიც პოტენციაში კი არა, დასაწყისშივე მესაკუთრის ელემენტის აღქმადობის გარეშე ესეთი ბიზნესი, არამედ საქართველოში სხვაგანაც არ NVIDIA-ს წარმატებები ხო ძირითადად მაგითია გამოწვეული. ძირითადად რა ინდუსტრიის პროფილითაც რა თქმა უნდა, მაგრამ ყველა უმრავლესობა თანამშრომელი მილიონერი გახდა. იმიტომ კი არა რომ მილიონერი გახდა და ეს არის კარგი. არამედ მისი წარმატების ერთ-ერთი დიდი კონტრიბუტორი არის ამ თანამშრომლების გააქციონერება. გააქციონერება. ავტომატურად ოღონდ პერფორმანს უნდა იყოს შენი კონტრიბუციის პარალელურად უნდა ხდებოდეს. თუ ის რაღაც დაკეპილია რა თქმა უნდა დაიწყებ ალტერნატივებზე ფიქრს, არა? თავისთავად. როცა ვიღაცა მიკეპავს, რომ იმის იქით შენ აღარაფერი აღარ მიიღებ, რა მაქსიმუმს გააკეთებ? არაფერსაც არ გააკეთებ. ეგ პაკეტური არ არის, ეს საკუთრებითი ელემენტი ძალიან მნიშვნელოვანია. მე ის გძნობს, რომ ის მისია, მისი ბიზნესია. იქ ჰიგიენა დასაცავია, ბიზნეს ჰიგიენა. ეთიკაც, ბიზნეს ეთიკაც, იქ დასაცავი კიდე, ანუ მას უკვე მის გარეშე არ შეუძლია. არც ერთ ჩემ ბიზნესებში არ მაქვს, ჩემ ბიზნესებშია ძირითადად სერვისები სადაც არის, არ მაქვს მაგალითად დისკაუნტი. სხვაში არა, არც მე არ ჩავს. თუ ღირებულება არის, დისკაუნტი არ ჭირდება. ხო, ხო, ეგ არის რა, იმისი რა ქვია HLMF თუ რაღაცა, ხო, არც ერთი კომპანია არ დისკაუნტებს საერთოდ. არ იციან ეგეთი ცნება. არა, სხვა დისკაუნტი მე არ მაქვს. მის. ესე იგი კონკურენტული უპირატესობა არის მყარი, თორე რო არ გქონდეს რაღაცა მყარი. ხო, შეიძლება ეგეც არის, მაგრამ უბრალოდ წესი გვაქვს ეგეთი, რომ დამფუძნებელს და ფაუნდერს არ უნდა გქონდეს რაღაცა განსაკუთრებული პირობა. გავიქი. იცი რა მითხარი? აი ამ 40 წლიანი ჯორნის გადმოსახედიდან რაც იარე. რა თვისებები არის კრიტიკური ენტერპრენიორში? მაინც რას გამოყოფდი? იმის პირველ არც ბევრი რაღაცის თქმა შეიძლება, მაგრამ ჩემი გამოცდილებით და მით უმეტეს რაც დამახასიათებელია ქართველი ენტერპრენერებისთვის, არის შეცდომების აღიარება. იმიტომ რომ აქედან იწყება ისეთი მოხსნა ტვირთის, სანამ მაგას არ შეძლებს, მანამდე თითქოს ეგ აიძულებს, რომ კიდეც დაუშვას სხვა შეცდომები. ეს რატომღაც მეტად აქვთ საქართველოში უარყოფითად თუ შევაფასებთ, ხო, ამ ნაწილს. შეიძლება განათლების ნაწილი არ არის, ეგ უფრო გამოცდილების ნაწილია. რას ვაფასებთ? მიზანდასახულობას, მაგრამ ეს მიზანდასახულობა ხშირად დამინახია ჯიუტობაში. რაც უსარგებლო ჯიუტობაა. აი უსარგებლო ჯიუტობასა და მიზანდასახულობას შორის არის ჩემი აზრით ძალიან დიდი სხვაობა და კონკრეტული ადამიანები შეიძლება დავასახელო კიდევაც ეხლა არა აქა, რომელიცაც აი ეს ჯიუტობა რეალურად ბიზნეს ფიასკომდე მიიყვანა. და მიზანდასახულობამ პირიქით. ეს მიზანდასახული ხალხი შეცდომებსაც მალე აღიარებს. არ ჯიუტდებიან იქ, სადაც უნდა ჯიუტდებოდნენ. სადაც არ უნდა გაჯიუტდე, უბრალოდ. გაჯიქდე, ხო. აი, რაღაცა ჭადრაკს თამაშობ? ცოტა. აი, ჩესკომი მიყვარს ძალიან. თითქოს შეიძლება ითქვას, რომ შევსდარბე. იქ არის კატეგორია ხალხი, რომელიც ბოლომდე გეთამაშება, დროშიც უგებ, ფიგურებითაც უგებ და ბოლომდე შამათამდე,
გიждები ხოლმე რა. ხო შეგიძლია დანებდე აქ იმას დანებება და ახალი დაიწყო. ანუ სტოპ-ლოსი გააკეთო, ახალი ითამაშე რა. აი ბოლომდე რატომ მიშლი ან მეც ნერვებს და ან საკუთარ თავსაც, ხო? ეს არის გაჯიუტების ელემენტი, ხო? მიზანსწრაფულობა ცოტა სხვა და ამით ისწავლი, ანუ შენ სანამ დაამთავრებ, სანამ წააგებ, იმიტომ რომ იქ სხვა შანსი არა გაქვს, უნდა წაგებამდე კიდე 5 წუთს მახარჯინებ შენც და ხო? ამიტომ ეს არის გაჯიუტება. და მიზანსწრაფული ხალხი, მიზანდასახული ხალხი სტოპ-ლოს იტყვის რო ასწავლე. ეს აქ დავმარცხდი, აქ წავაგე ესა, მოდი ახალი დავიწყოთ ახალი ფურცლიდან. აი ეგეთი თვისებები ძალიან მხიბლავს ხოლმე და ძალიან ბევრ წარმატებულ იმაში დავინახე, ასე ვთქვათ, დღეს რო დიდი ბრენდები აქვს საქართველოში, ბრენდული ტიპის კომპანიები რო არის, ძალიან ბევრში ეს თვისება არის მოჭარბებულად. და მაგრა ვაფასებ მაგას. გასაინტერესო. და იზრდება ეგ თაობა კიდე. დიახ, და კიდე ძალიან საინტერესო არის იმის აღიარება, რომ არც შენ და ჩემ თაობის ხში ძალიან ფასობდა იდეა. აი იდეა როგორ მოუმწიფ, როგორ მოვიდა. იცი რა, დღევანდელ გადასახედიდან იდეის თემა დიდი მნიშვნელობა აქვს, რა თქმა უნდა, მაგრამ გაცილებით დიდი მნიშვნელობა აქვს აღსრულებას და იმპლემენტაციას, ხო? როგორ აკეთებ ამას. და თუნდაც რეპლიკაციას ბიზნესების. უკვე არსებული იდეის ხორცშესხმას. გაცილებით დიდი შრომა, ჯაფა, ენერგია ჭირდება, ვიდრე ახლა რაღაცა მომაფიქრდება და გენიალური იდეა. აი ამაზე რო ფიქრობენ ხოლმე სულ რომ აი ეს ჩემი იდეა იყო და რაღაც ეს უკვე უარყოფითად მოქმედებს პოტენციურ ბიზნესის განვითარებას. შეიძლება იყოს შენი იდეა, მაგრამ შენ აბა როგორ აკეთებ ამ ხორცშესხმას, ხო? ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. და სხვადასხვა მოდელით რო ფიქრობენ ერთი და იგივე ბიზნესის კეთებას. ეს არის კიდევ უფრო მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ინოვაციური მიდგომები. ახლა ერთი და იგივე ბიზნესის სხვადასხვა მოდელით შეთავაზებული ბაზარზე ჩემი აზრით ეგ არის გენიალური ენტერპრენორშიპი. ერთი და იგივე ბიზნესი დაახლოებით, როგორ თქვი, სერვისში იქნება, პროდუქტში იქნება თუ რაც იქნება. ერთი და იგივე შეიძლება ითქვას, აი კარტოფილი ხო მარტივი ის არის, ხო? კარტოფილი შეიძლება იყოს ფრიც, ჩიპსიც, ისიც. კარტოფილია, ხო? როგორ შესთავაზებ ბაზარს და განსხვავებული მოდელი ან პროდუქტი თუ იქნება ერთი და იგივე იმაში. ერთი არის მოდელი და მეორე პროდუქტი, ხო? ამ შემთხვევაში კარტოფილი პროდუქცია ვლაპარაკობ. მაგრამ ხანდახან ამაში ეხმარება აკადემიური განათლების მიღება და ხანდახან გამოცდილება, ხანდახან შენნაირ ხალხთან ურთიერთობაც და ეს კომპლექსურია, რომ მოგაფიქრდეს განსხვავებული მოდელით შეთავაზება ბიზნესი. ყველაზე უფრო რთულია ეს მომსახურების სფეროში. ფინანსურიც იქნება თუ არაფინანსური. როგორი იყო პოდკასტური გამოცდილება შენთვის ამჯერად? მე ერთი გამოცდილება მაქვს თუ ორი, ესეთი იმის, პოდკასტური ლოგიკა არსებობს, პოდკასტური ენა არსებობს, მე ესე ხვდები. ხო, როლი უნდა მოირგო, ხო? არ ვიცი. შეიძლება მივეჩიო რა. ცოტა მეშინი არ მივეჩიო. არა, კარგი იყო, კარგი. მაგრამ წარმოიდგინე ორჯერ მაქვს, მაგრამ ეს ცოტა სხვანაირი. და შენ წარმოიდგინე ხა მაყურებლისთვის, ვინც გვიყურებს, ვინც იმ შეიძლება გზის დასაწყისშია, შეიძლება მასშტაბირების დასაწყისშია, სადღაც მანდარი. ანუ მნიშვნელოვანია ხა იმ ადამიანისთვის რაღაცების მოსმენა, რაზეც ვისაუბრეთ. არ ვიცი, კარგად, რამდენად კონტრიბუტორი იყო შენი შეფასებით? ჩემი აზრით, მშვენიერი კონტრიბუცია არის, ვისაც ძალიან მადლიერი ვარ შენი დრო გამოყავი ამისთვის. და როგორ თქვა, იმის გაზიარებისთვისაც გააზიარე, მე მგონია, რომ აი ეს გამოცდილების გაზიარება მოკლედ, სულ ამბობ რა, როგორი გენიალურიც არ უნდა იყოს ილონ მასკი და ბევრი სხვა ენტერპრენიორი, საქართველოში ბიზნესი როგორ უნდა აკეთო,
მაინც აქაურებისგან უფრო ისწავლი, აი ამ გაზიარებებისგან. იმიტომ რომ კონტექსტს იმდენად დიდი მნიშვნელობა აქვს და აი ეს გენი რომელიც გვაქვს, რომ ვიარეთ ის 90-იანები, 2000-იანები, რაღაცეები, დიჯიტალიზაცია როგორ მოხდა, აი ეს ყველაფერი როგორ თქვა, ლოკალური კონტექსტში მოაზროვნე ენტერპრენიორს რაც გაგიზიარებს, მაგ ინსაიტს ვერ მიიღებ. ფანტასტიკური ენტერპრენიორები არიან, უბრალოდ სხვა მასშტაბებზე არიან, სხვა სურათს ხედავენ, სხვანაირი რენდერია, სხვანაირი ბაზარია. ამიტომაც ვაკეთებ ამ პოდკასტს და მაგითო პატიჟებ შენნაირ ფანტასტიკურ ადამიანებს, ვისაც აქვს გამოცდილება რა გააზიაროს. დიდი მადლობა. უბრალოდ მე პატარა კორექცია შევიტანე. არ ვიცი ეს რამდენად შენ შეიძლება ვთქვათ კორექცია შეიტანოს შენ მომავალი მეებში, მაგრამ ჩემი აზრი არის, რომ მარტო იმის გამო, რომ საქართველოში ისტორიიდან წამოსული ვთქვათ გამოცდილების გაზიარება უკეთესი იქნება, ჩემი აზრით შესაძლებელია. იმიტომ რომ ისტორია შეიძლება საკუთარ თავზე ან სხვისი შეცდომებით და ასე შემდეგ გაგიტაცოს ისტორია. ხა მე მაგალითად არ მიყვარს ხოლმე ადრე რა ხდებოდა იმაზე დაუბარი, იმიტომ რადიკალურად შეცვლილი მაქვს როგორც მიდგომა, ისე ვთქვათ საინფორმაციო ბაზისები, როგორ ისე საკადრო ნაწილიც და ასე შემდეგ რადიკალურად. იმიტომ რომ ის იყო არათუ შეცდომები, ის იყო იმ დროის. და იმ დროინდელი გამოცდილების გაზიარება ხანდახან შეიძლება მავნებელიც იყოს. აი უფრო სხვა რამე სიტყვა, აი მასაც ხო აქვს ეს გამოცდილება გაზიარებული და ეს უფრო ექსკიუზში გადადის ხოლმე. აი გახსოვს აი ეს პოდკასტი, აი შენ ხო გაქვს ეგ გამოცდილება ექსკიუზში. მეც მექნება სიძახს. არა, შენ აღარ უნდა გქონდეს. იმიტომ რომ დღეს სხვა სიტუაციაა. ის გამოცდილების გაზიარება უნდა იყოს მომავალზე შენი ხედვის გაზიარებით. გაგვიზიარე. ჩემი აზრით ეგრე ჯობია ხოლმე, ვიდრე რა გადამხდენია ბანკში და იმაში. იმიტომ რომ იმდენი ცუდი და არასწორი გადაწყვეტილებები არის მიღებული და რომელიც გამოსწორებაც ხშირად უფრო ძვირი გიჯდება, ვიდრე დღევანდელს, რომელიც გამოწვეული იყო იმ დროინდელი ობიექტურობით. დღეს აღარ არის ეგ. დღეს აღარ არის ეს ამის საჭიროებები. აი, როგორ გითხრა, არა მარტო AI ტექნოლოგიების გამო, აი ფსიქოლოგიურადაც ადამიანები სხვანაირად არიან მომზადებული. ჩემი აზრით უფრო გამძლეები არიან. ადაპტირებულები არიან და უფრო მეტი გამძლე სტრესთან მიმართებაში გულისხმობ თუ სხვა რამესთან? ხო, ბევრი რამე მასზე სტრესულად საერთოდ არ მოქმედებს. ეს კარგია. აი ჩვენ თაობის და ჩვენ კიდე უფრო დიდი ხნის თაობის ბიზნესმენებს და მენეჯერებზე შეიძლება პატარა რაღაცა, ვთქვათ, დებატები, მაგალითად მე არ ვიცი, იმიტომაც პოლიტიკოსი ჩემგან არ გამოვა, იმიტომ რომ დებატების კულტურა არ მაქვს, არ ვიცი. არის პოდკასტი ერთ-ერთი ელემენტია, მაგრამ დებატური არ არის, ხო? დიალოგი, ეს დებატი არის. ხო. ანუ დღეს სხვა შესაძლებლობები არის. ტექნოლოგიური საინფორმაციო დღეს ვერავის ვერ მოატყუებ. აი, ავიცი, ვიღაცამ ხო ასწავლა მეგრული სადღაც იმბირში, ხო? ასწავლა და მიიღეს იმისგან. დღეს ეს დრამე არ მოხდება. ფრანგულად რო გაასაღა თუ რაღაცა? ინგლისურის მასწავლებელი ვარ და მეგრული ასწავლა, ხო? არ ხო გახსოვს? კი. რომელ ენად გაასაღა ამას მიხსენებდი. არ მახსოვს, მგონი ინგლისურად. ხო, მაგრამ დღეს ესეთი რამ ბავშვს ვერ მოატყუებ. და შენ ამ ბავშვს რო შენი ისტორიის რაღაცებს უყვები, არ ვიცი როგორ მიიღებს. იმ ისტორიაზე დაყრდნობით შეთავაზებები კიდე სხვა რამეა. იმიტომ რომ შენ გინდა თუ არა ამ გამოცდილება გაძლევს იმას, რომ რაღაცები სხვანაირად დაინახო. რაღაცებს არ მიაქციო ყურადღება. აი მესამე ხარისხოვანს რო აქცევდი ყურადღებას ადრე, ეხლა აღარავინ არ აქცევს. ხა ძირითად კომპონენტებზე ასა მე ის იქნება, არ იქნება ეს პატარა ესე ვთქვათ დანამატები და შეფერილობები ყოველთვის მოდის.
ამიტომ ჩემი აზრით შენც თუ მე რჩევას ოქცევდი რომ ეს ჩემზე მეტად გაცილებით გამოცდილ ადამიანებს უფრო მომავლის ხედვის კორექციებზე ელაპარაკოთ და იმითი უფრო დაინსპირირდებიან, ვიდრე მათი ისტორიის მოყოლით. ისტორია მე მგონია ორივე არის. ორივე არის. კი ბატონო, ორივე, მაგრამ ეს პატარა დოზით. ნაზავია. კი, პატარა დოზით. მოსაწყენი შეიძლება არ იყოს, საინტერესო იყოს მოსასმენად, გაცილებით მეტად საინტერესო ვიდრე რომ დაამოძღვრას. არამედ, მაგრამ ინსპირაციისთვის მაინც მომავალზე რომ ხედვის მიიღონ ამ პერსპექტივიდან მომავლის ხედვა. მე მაინტერესებს შენთან ბარემ თუ 100 მომეცი ფიდბექი, რომელსაც ვღებ, it's fine. იცი რა მითხარი? აი დღეს რო იწყებდე ბიზნესს, რო არ კონდეს არც ის ბაგაჟი რაც გააქვს, არც ის კაპიტალი რაც გააქვს, რას შეხედავდი? აი მარტო შენი ცნობიერება რო კონდეს და აი ეს კუნთები რაც გააქვს, რას შეხედავდი? რა სფეროებს შეხედავდი? სადაც ნაკლები ადამიანური რესურსის მოთხოვნა საჭირო. მაგალითები მითხარ. იმიტომ რომ რასაც მე უყურებ, მალე ადამიანური საჭიროებების რესურსის საჭიროება ყველგან იქნება ნაკლებობა. ხო. იმ ხელ ავტომატიზაციის ანუ სადაც ბიზნეს პროფილი დამოკიდებულია მეტად დამოკიდებულია ადამიანის რეკრუტიდან და ან მენეჯმენტი იქნება თუ ქვემოთ რეკრუტმენტი, კორპორატიული კულტურის ანუ ამას ნაკლებად შეხედავდი, იმიტომ კი არა რომ ეს არ არის ეს რთული ან არ შეგიძლია და მით უმეტეს გამოცდილ ადამიანს. არამედ აი აქ არის დამალული სტრესები, რომელიც შეიძლება მომავალში თავი იჩინოს ბიზნესის მიმართ უარყოფით გავლენაში. მაქსიმალურად გარეთ გატანა, ანუ თუ იცი რომ ამ სერვისის ატარებელი შეიძლება ან თანამშრომელი უნდა იყვანო, იმას ასწავლდა, ან გარეთ იპოვო ვიღაც, ხო? ესეთი ინდუსტრიები დღეს არის მოსახურების სფეროშიც და დიჯიტალურ სფეროში ძალიან ბევრი არის. ასეთივე შეიძლება იყოს არასერვისის ნაწილში პროდუქტიც. მაგრამ ადამიანის გარეშე მაინც ვერაფერი ეკეთება. აი შანსი არ აქვს, ხო? აი ის ადამიანი, სადაც აი კრიტიკულად მნიშვნელოვანია, იქ დაიხარჯებ. და ის უკვე სასიამოვნო ხდება. აი სადაც გასუფთავებული გაქვს არეალი, რომ სადაც ადამიანი საერთოდ არ უნდა ჩაეროს ის მაქსიმალურად დაწყობილი გაქვს მოდელში, ბიზნეს მოდელურად და მხოლოდ იმ ადამიანს ეძებ, რომელიც კრიტიკულად მნიშვნელოვანია, სადაც ადამიანი უნდა იყოს, აი თვალებში ჩასახედი ადამიანი, არა ეს, რა ქვია, ხელოვნური, რა ქვია, სურათი თუ არამედ კონკრეტული საშა კაცმანი ჭირდება შენ თვალებში ჩახედო და ასე შემდეგ. და ბიზნესი მასი კონტრიბუცია და მიიღო, აი იმ ხალხზე მუშაობა სასიამოვნო. იმ ხალხის რეკრუტმენტი, სწავლა-განათლება, საპორტი, დამეგობრება, ინსენტივების მიცემა, აი ეს უკვე სასიამოვნო. მაგრამ სადაც არ არის საჭირო, ისინი მაქსიმალურად უნდა გაასწორონ. მადლობა პათ, მადლობა კიდევ ერთხელ, მე ამოვშვი წიგნი კაცმანობის გარეშე მეგობრობა ყველა ვნახე ესა. ეს ხელმოწერილი წიგნი შენ. მადლობა, დიდი მადლობა. და მე მადლიერი ვარ, რომ ცხოვრებამ გადავყარა ერთად, სადღაც გადავეყარეთ ერთმანეთს გზაზე და რაღაცნაირად შევხვდით ერთმანეთს და მადლობა ამ ინსპირაციისთვისაც და მადლობა შენ. კარგ საქმეს აკეთებ და წარმატებები მინდა გისურვო. გაიხარე. მეგობრებო, სურათის დროა.